მოგესალმებით, დღეს ვსაუბრობთ copywriting-ზე და ვინ იქნებოდა ჩემი სტუმარი თუ არა გიორგი ქუცარუხაძე. ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ქუცათი მოვიხსენიო ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ გიორგი სტუდენტი ვიყავი, მე მგონი 2020 წელს, თუ 2021 წელს პანდემიის დროს და რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირველად ვხედავ, რაღაცნაირი ძალიან ცოტა ფამილარული დამოკიდებულებასავით მაქვს მის მიმართ და იმედია არ გამინაწყენდები ამის გამო. არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება რეგალიას, ალბათ ჩვენი სფეროს წარმომადგენლები ან მარკეტინგში, ან კრეატიულ ინდუსტრიაში ვინც არიან ჩართული, ყველამ უკვე ისედაც იცის, ვინ ხარ, თუმცა მაინც დანარჩენი აუდიტორიისთვისაც განმარტავ, რომ გიორგი არის copywriter-ი 10 წლიანი გამოცდილებით, არის ასევე ლექტორი, არაერთი მარკეტინგული ღონისძიების ფარგლებში სპიკერი, რომელიც აუდიტორიას ძალიან უყვარს ხოლმე და ოვაციებით ხვდებიან ხოლმე და ასე შემდეგ და ამავდროულად არის სტრატეგი. აი ამ ბოლო რეგალიაზე განსაკუთრებით ბევრს ვასაუბრებ დღეს, რადგან ახალი წამოწყება. მადლობა გიორგი, რომ ჩემთან ხარ დღეს. მადლობა მოწვევისთვის. კარგი წამოწყება გაქვს და წარმატებები მინდა გისურვო. ბევრი კარგი საუბარი, ბევრი კარგი პოდკასტი, ბევრი გამოწერები, ბევრი მოწონებები, ბევრი კომენტარები. ეგ ხა ხო იცი, აუცილებელია. ნამდვილად სწორი მოწოდება იყო, იმიტომ რომ მე მოვიწყდება ხოლმე, მაგრამ აუდიტორიას კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაიზაროთ თქვენი დადებითი თუ უარყოფითი, როგორიც გეკნებათ, ეგეთი უკავშირის გაზიარება, იმიტომ რომ ეგ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. ნახოთ, რამდენი ერთეულებით მოემატება, რამდენი ერთეულებით ასრულდება ჩემი ეს რა ქვია, სურვილები, მოძღვნილი სურვილები. ხო. ოფიციალური რეგალიით უკვე წარგადგინე და არაოფიციალურად შენ თვითონ როგორ დაახასიათებდი, ან როგორ იტყოდი, როგორ წარადგენდი შენს თავს? იმდენი რაღაც კიდე ისე მაქედა მადიდე რომ არაფერს არ დავამატებდი, კარგად იყო ყოველთვის. copywriter-ი არის ალბათ ის რაც თავარი არის რა, პროფესია რაც არის, ესე რომ შევხედოთ, რაც გახდა პროფესია ოფიციალურად 2014 წლიდან, როცა Homes & Watsons-ში მოვხდი. და იქიდან მე 9 წელი ვიყავი Homes & Watsons-ში, მე ნუ გადმოვედი უკვე freelance copywriter-ობაზე. თუმცა რაღაცნაირად რო გადავხედოთ, მანამდეც იგივე ვშვებოდი რა, უბრალოდ ჯერ არ ვიცოდი რომ copywriter-ი ერქვა რა. თორე ხო, სულ ამის გარშემო მიწევდა ტრიალი. რაც ეხებოდა წერას, იდეების მოფიქრებას და ასე შემდეგ. რაც არის რეალურად copywriter-ის საქმე. კი, მაგ ბექგრაუნდზეც კიდევ მოგვიანებით აუცილებლად შეგეკითხები და Homes & Watsons-ის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზეც, მაგრამ იქამდე ალბათ ყველაზე მთავარი კითხვით უნდა დავიწყოთ, ბოლო-ბოლო ვინ არის copywriter-ი, ან რა არის copywriter-ი? ანუ მე ტექსტია ნამდვილად, როგორც სტარბეჭდილებში იძახიან? არ არის, მე ტექსტე ნახდად არ არის. ეგ შემიძლია ვიდრე მაგ დავიწყოთ. მე ტექსტი არ არის, რეალურად ტექსტი უნიშნელოვანესი ნაწილი არის სიტყვა ზოგადად, იმიტომ რომ რაღაცა სიტყვით მოთამაშე ადამიანი ძალსაღად არის რა და სლოგანი იქნება, voice-over იქნება, რაღაცა ტექსტი იქნება პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც რაიმეს უნდა გამოხატავდეს თუ რა იქნება, რეალურად მისი იარაღი არის ძალსაღად. და ზოგადად ეს პროფესია რაღაც თავის დროზე რომ გავეცანი როგორ შეიქმნა და ვინ დაიწყო და ასე შემდეგ და გენიოს ადამიანებზე ალაპარაკი, რაღაცა ლექციაში არ გადავზარდო მან მოვჩები მაგნაცილს, თავიდან ეგრეც იყო, იმიტომ რომ რაღაც თქვა 30-იან, 60-იან, 70-იან წლებში ძირითადად ბეჭდური პლაკატური პრინტები არის რა, სულ ძირითადად. და ნელ-ნელა იწყება ასე თქვა სხვა მედიების შემოსვლა. დღეს ნუ სხვანაირად არის რა, დღეს copywriter-ები ქმნიან გენიალურ კომუნიკაციებს, რაც სიტყვა საერთოდ არ ფიგურირებს. და მაშინ რა გამოდის ეგ რა, ნუ სად არის მაშინ. ამ დროს არც არ დირექტორი არ არის მაგ მომენტში, იმიტომ რომ მას არ შეუძლია თქვა რომ დახატოს და გაჩვენოს. აბა ვინ არის მაშინ? ის ვინც მოიფიქრა რაღაცა პრინტი სიტყვაზე, რომელზეც მარტო ლოგოა ბრენდის. ესამომისად ნელ-ნელა გადაიზარდა ეს ყველაფერი იმაში, რომ copywriter-ის თავარი ამოცანა და საქმე გახდა იდეის გენერირება, იდეის მოფიქრება, ის ინფორმის მოფიქრება, როგორ მიაწოდოს რაღაც სათქმელი, რომელიც რა ამოცანას უდგას ბრენდს ადამიანებს.
რეალურად ეს არის დღესდღეობით ჩემი აზრით მაინც დავამატებ, იმიტომ რომ შეიძლება იქ რაღაც რო ჩავწერო სხვანაირად მოგდოს, მაგრამ რაღაც დაკვირვებით და ლოგიკურად ისედაც გონია რომ ეგრე არის, თავარი არის იდეა ყოველთვის. რო წარმოვიდგინოთ სულ რომ გუნდში მიჩვენია ყავდეს კოპირაიტერი, რომელსაც გენიალური იდეები აქვს და ისე რა წერს, ვიდრე გენიალურად წერს და ისე რა იდეები აქვს. იმიტომ რომ იმას უფრო უშველით იმას. მახსოვს კი, ჩვენც კურსზე კურს გავდიოდი ჩვენთან, ჩემი ჯგუფი ეს ფრაზა ძალიან ჩამრჩა, რომ თუ რაღაცა ზედოზირება ხდება კრეატივში, მაგის დაწევა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ თუ ნაკლებია კრეატივი, ანუ იდეაში, მაშინ აწევა რთულია რა. რთულია ყოველთვის. ისედაც აწევა რთულია. და მაგ ფრაზამ სხვათა შორის და შენმა დამოკიდებულებამ ძალიან გამიადვილა, ასე ვთქვათ, კრინჯობების კომპლექსის დაძლევა, იმიტომ რომ კრეატივში, როდესაც კრეატიულ ინდუსტრიაში, როდესაც ხარ, უბრალოდ როდესაც ცდილობ დავალების ფარგლებში რაღაცა კრეატიული იდეა დააგენერირო, გინდა არ გინდა, ყველაფერზე მუზა არ მოგდის, ხო, მასე არის და შესაბამისად გიწევს აი დაძაბო გონება და რაღაცა ძალით მოიფიქრო და ამ ძალით მოფიქრების პროცესში შეიძლება რაღაც სისულელე მოგეჩვენოს, რომ ვა, როგორი კრეატიული იდეა მომივიდა და მეც რო გადავხედე ჩემს ერთ-ერთ დავალებას, მე ვაიმე, ისე შემრცხო, მეთქი ეს ნეტა რა სახი წაიკითხა. მაგრამ შენ უკავშირმა ხო? იმდენი სისულელე მithქვა ხეთონ თავის დროზე რომ ვერანაირი სისულელეს რამე სახით ვერ ვკითხულობ რა. ეგ ბუნებრივი პროცესია. ეგეც ხო განვითარების პროცესია, რომ რეალურად რაღაცებს იზახი, მათ კარგია ხეცეღან რომ აიზახტი რაღაც სააგენტოს გამოცდილებას იმას ამას. ხო, მან კარგად სწავლო ფილტრაციას რა. როცა რაღაც გამოცდილი ნიჭიერი, მაგარი პროფესიონალები ხავს გვერდით, უფრო მალე ხვდები მაგ კრიტერიუმებს, ანუ რითი უნდა განსაზღვრო იდეა, რომელია სისულელე, რომელი არ არის. მაგალითად, სულ ეუბნებოდ თქვა სტაჟირებაზე ანას შენ ჯუნიორები მის მოდიოდნენ, რომ შენ თვითონ არ გაფილტრო იდეა რა, რაღაცა ნებისმიერი რამე გითხარი. შეიძლება შენ გეგონოს რომ სისულელეა, მაგრამ არ იყოს სისულელე. შეიძლება პირიქით გეგონოს რომ გენიალურია, მაგრამ არ იყოს გენიალური. და იყოს სისულელე. ამიტომ შენ მოდი ყველაფერი თქვი, მაქსიმუმ რა უნდა ვქნათ, ვიცინოთ და სულეთი აფერს არ ვიზავდა. მოდი რა ვაღად, იმიტომ რომ ეგეთი საქმეა რაღაც სილაღე უხდება, დაძაბვის რაღაც ემის გარეშე რომ ვაიმედედა და რაღაცა ისეთი არ თქვა და ასეთი არ თქვა, ჯობია რომ მოდი ყველაფერი თქვათ და მე იქ გამოჩნდება უკვე მინიმუმ ნახავთ რაღაცა 20 რომელიც არ უნდა იყოს. ყველა სულ არ იყო ხოლმე, იცი? თუმცა ადამიანზე ერთი აქვს სულ. და სისულელე რა. და აი მოდის და გონია რომ თვითონ რაღაც ეს ან მაგარი არის. გეუბნება და პირდაპირ აი მე გეუბნება რომ მე დავსვი ხა ეს იდეა რა და ეს არის რაც უნდა იყოს და გიყვება და აფერი არ არის. და ანუ და მორჩა უცებ მის გამოსვლას, ასე ვთქვათ, ამ იდეების გავლის დროს მისი გამოსვლა ამით გამოიწვია. ამ დროს რაღაც 20 სისულელე რო ეთქვა გავერთობოდით, ამიტომ 20 სისულელეს მოფიქრება უნდა. ეგეც საქმეა. აბა მოვიფიქროთ უცებ 20 სისულელე, ვერ მოვიფიქრებ ეგ. იმიტომ რომ სისულელესაც თავის წონა აქვს. კი და იცი რა მაინტერესებს? შენც მე მგონი მილენიალი ხარ, ხო? იო, 1985 წელს დაბადებული, შესაბამისად, კი. მეც მილენიალი ვარ და ალბათ ჩემ თაობაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ვინც არიან, ესე შემიძლია შევაფასო ყველას, რა თქმა უნდა, არ ეხება, მაგრამ მაინც რომ ჩვენ გვზრდიდნენ როგორც ძალიან კარგი გოგო სინდრომით ან კარგი ბიჭი სინდრომით. არ ვიცი შენც თუ იგივე გამოცდილება გაქვს, უბრალოდ გეკითხები. და შესაბამისად ჩვენი მიმღებლობა შეცდომების მიმართ იყო ძალიან მტკივნეული. ანუ ის რომ მე შემეშალოს, მრცხვენია ამის აღიარება და შესაბამისად კოპირაიტინგში, როდესაც მოვდივარ და მგონია რომ რაღაცა იდეა დავაგენერირე, მაგრამ მრცხვენია ამის თქმა, იმიტომ რომ არ ვიცი კარგია თუ ცუდი ვალიდაციას როგორ მივიღებ სენიორ კოპირაითერისგან ან ჩემი გუნდისგან და მრცხვენია ამის გამოვლენის. აი ესეთი მომენტები ჯერ შენ თვითონ თუ გქონია და მე როდესაც გუნდში ხვდები ამ ყველაფერს, როგორ მართავ ამ ყველაფერს? საინტერესო კითხვა არის. მე მაგ ხრივ შეიძლება ითქვას რომ გავიმართლა, იმიტომ რომ რეალურად რაღაცნაირად როგორც ვზდიდნენ რა სახლში, ეგ იყო რომ განა არ ერქვა შეცდომა, ცუდ საქციელს, საქციელი, კარგი საქციელი, მაგრამ რაღაცნაირად ჩემი იყო ყველა. ანუ არავინ არ ითხოვდა რომ
რაღაცა ის რა ქვია არაფერი არასდროს არ უნდა შემიშალოს. მან თავი რაც იყო მიმაჩვიეს და მასწავლეს იმას რომ პასუხისმგებელი ვარ მე. ანუ ცუძეს და კარგზეს თითი არ უნდა გავიშვი რომ მე საით ვიღაცისკენ რომ აი აქნავა მითხრა. ანუ მე თუ ვქენი მე ვქენი მან დამთავრდა. ეს ამომიზად ანუ მან ეგ გონია რომ ჯერთი დიდ თაობებზე არ მგონია რომ ეგ არის. რაღაცნაირად ზოგადად ადამიანები ეგეთები ვართ რომ თქვათ რაღაცა არასდროს გახსნილი იყო და ექსტროვერტი იყო და ასე შემდეგ, მაინც უცებ ესე პირველ ჯერზე მიხვედი სადღაც მუშაობა დაიწყე, ხედავ ისი ამათი გამოცდილება, ესენი სხვანაირი წონის ადამიანები არიან და ბახდა უცებ მარტივად ჩვენის იდეები ესე ის როგორ ძალიან ბუნებრივია რომ შეიძლება ვერ იყო მაგისთვის ეგრევე მზად. თუმცა არიან ისეთი ტიპაჟები, ვისაც ეგ შეუძლია. მათ უღამი უფრო იმაშია, რაც მალე გადააგორებ აი ამას, რაც მალე მიხვდები რომ რეალურად აქ ვიღაცა მოსამართლე არავინ არ არის პირიქით თვითონვე აგერ მოусმინე და გაიგებ რამდენი სისულელესაც იტყვიან. არავინ არ გაქცინებს, მაქსიმუმ გაიცინონ ხო? მარტივად მიდის. როგორც ყველაფერში მოდი ისე რომ ვთქვა, რა მიხვედი სადღაც გაყევი მეგობარს, დანარჩენს არ იცნობ 15 კაცს. რაც მალე შეხვალ ამათთან ურთიერთობაში, მალე დაიწყებ გართობას. რაც მალე დაუწყებ შორინაყურებას, დიდი ხანი იდგები კოქტეილით ხელში. თუ ის გინდა ოღონდ. შეიძლება შენი სურვილი ზეგარი რომ იდგე და აკვირდებოდე 20 კაცს და კოქტეილ მაგას საფერი არა. ყველას მე ხო იცი მით უმეტეს რას სამყარო ესე განვითარდა და რაღაცები მოხდა შიგნით თუ გარეთ თუ ასე შემდეგ რაღაცა სწორი არასწორი რაღაცნაირად ცოტა მე პირადად ვერ ვაძლევ ხოლმე ჩემ თავს მაგის უფლებას რომ მე რაღაცაზე აი ეს ხელაღებით დავარქვა რომ აი ეს არ მოსულა და ეს მოსულა იმიტომ რომ არ ვიცი ხო აი შენ განსჯისგან თავისუფალი ხარ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები მაგაში იმიტომ ჩემი კურსის პროცესში დავწვდი და ვიყო ბოლომდე იმიტომ რომ მაგისგან გათავისუფლება ძალიან რთული რამე არის იქ თუ იმას თუ მივახციეთ რომ ნუ განიკითხავ და არა განიკითხებიო ნუ რავის ავშენდები მაგრამ ალბათ შესაძლოა არის აი შენი გამოცდილებიდან თუ შენი საუბრიდან გამომდინარე უფრო ვრწმუნდები მაგაში ან წარმოვიდგენ რომ კრეატიულ ინდუსტრიაში ალბათ ადამიანები უფრო ნაკლებად განიკითხავენ ერთმანეთს უფრო მიმღებლები არიან და თუ იდეა არის არც ისე კარგი მაქსიმუმ გაიცინონ და არა დაგცინონ ხო იმიტომ რომ მაგალითად სტანდარტულ კორპორაციებში მე საიდანაც მაქვს ბექგრაუნდი, სადაც მაქვს ბექგრაუნდი, უბრალოდ მსგავსი გარემო ცოტა იშვიათი და ფუფუნება არის რეალურად. იცი როგორ არის პირველ რიგში აქ აი ჩემი მეგობრების დღეს ვისაც სააგენტოები აქვთ, ვინც არ ვიცი ისთან ერთად დავიწყე ვისგანაც ვისწავლე ძალიან ბევრი რამე ყველა პირველ რიგში აცნობიერებენ რომ ეს არის რთული საქმე. შესაბამისად ეგრეც ეპყრობი სიტყვაზე რა ჯუნიორია თუ სტაჟიორია თუ უბრალოდ მეგობარია რომელიც რაღაც იდეებს უნდა რომ ჩაერთოს და იძახის. ყველას მიმართ ეგ დამოკიდებული ვარ რომ ეს რთულ საქმეში ჩაერთო. შესაბამისად ეგრეც უყურებ. და აცნობიერებ, ანუ მაგით კურსებს გეხსოვნება და სულ მაგას ვამბობ რომ კი ეს არის რაღაც ულაღესი საქმე, ეს არის ძალიან აზარტული რამე, ეს არის ძალიან კარგი გართობა თან ამ საქმის კეთებით, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს რთული არის. ჩვენ ამ თამაში არ უნდა გამოგვეპაროს ეგ დამოკიდებულება რომ რთულ რაღაცას ვაკეთებთ. ან რთულია მოიფიქრო იდეა, რომელიც კარგად მიიტანს და ორიგინალური ფორმით მიიტანს, ახლა ცინცხალი ფორმით მიიტანს ამას ადამიანებამდე, როცა ამ ადამიანების რაოდენობა ხშირად არის მილიონი და მეტი. გულისხმობ სამიზნე აუდიტორიას და შესაბამისად რთული არის. ანუ მე რო რაღაცა პირველად ნახე რაღაც მოფიქრებული სლოგანი როგორ ეწერა პარკზე რომელშიც უბრალოდ იმ რაღაცა მარკეტში რაღაცები საყიდლად შევედი და ჩამიწყეს და ვაკაცო ეს ხო ბლოკნოტში მეწერა თავის დროზე და ეხა ამათ პარკზე აწერია თან როცა რაღაცას ტელევიზორში უყურებდი და უსებ რეკლამაზე გავედით და ჩემი ის რა ქვია მოფიქრებული რეკლამა დავინახე მან კიდე უფრო გავაცნობიერე მან პასუხისმგებლობის შეგრძნება რომ ეს კი თამაშია მაგრამ ეს თამაში თუნდაც მე ძალიან საზოგადოდ გადის გარეთ რაც შესაბამისად ამ პასუხისმგებლობას ეს უნდა გმატებდეს რა უფრო უნდა გიზრდეს მაგიტო არის ეგეთ დამოკიდებულება რომ რაღაცა მითი რომ აი ეს
როგორ გაბედე შენ და კაი იდეა როგორ არ გაქვს ეგეთი რამე მე პირადად ჰომში თავისთავად და არც სხვაგანაც მაგიტო არის რაღაცნაირად მომხიბვლელი სააგენტოში მუშაობა რომ რაღაცა ეს ხალხი გუნდური ამბავია როგორც არ მოსულა რომ გუნდი რო წააგებს სიტყვაზე ფეხბურთში რომ დათმა კაცმა რომელიღაცისკენ ხელი გაიღე მაშინ რო თქვენ ინტერვიუში რომ აი ამ დაცვაში ყლაპა და მაგიტო წავაგეთ ხო არადეკვატური იქნება რომ რანაირად ეგრე არის იქაც რა ვიგებთ ერთად ვაგებთ ერთად თუმცა ამისთვის რაღაცნაირად ყველა ერთნაირად შრომობთ მუშაობთ კარგია რომ ამ თემას ესე შეეხე და კიდევ უფრო მეტად ჩაგეკითხები, იმიტომ რომ გვერდიდან კრეატიული ინდუსტრია ჩანს როგორ იცი, რომ აი ყველა ადამიანი ვინც იქ მუშაობს არის ძალიან თავისუფალი, ძალიან კრეატიული, ძალიან შემოქმედებითი უნარებით დახუნძლული, ასე რომ ვთქვათ, არიან ისე როგორც უნდათ, პირობითად რა მაქსიმალური მოქნილობით და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან ფან ჩანს ეს ყველაფერი გვერდიდან. რეალურად არის თუ არა ეგრე, იმიტომ რომ კრეატივი რეალურად მოდის და მიდის, ხო ესეა, სულ ვერ გექნება, სულ ვერ იქნები მუზაზე, მაგრამ კონსისტენსი, ანუ თანმიმდევრულობა ამ საქმეში ხო ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება დღეს შემოგივიდეს შეკვეთა, სულაც არ იყო იმ ბრენდის ხასიათზე, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოარგო შენი საქმიანობა. აი, ამაზე რომ მეტად მომიყვე. ეგრე არის, კი, რეალურად მართლა არის ფან, როგორც თქვი და მართლა ექსილავე შიგნით სუფევს როგორც კი შემოხვალ მაგას დაინახავ სააგენტოში ყოველთვის უბრალოდ ისე ვიქ დავრუნდები რომ ხანდახან შეიძლება ეს რაღაც რა პინგ-პონგის მაგიდა და PlayStation-ი და რაღაცები აი ესე დაიმტვეროს იმიტომ რომ შენ თავის დროზე ვერ ქენი ის რაც უნდა გაეკეთებინა და ეხა ეცვალები და ღამეებს ათინებ და ამის დრო არ გაქვს რეალურად აი ამ ადამიანებში ვინც იგივე მე რო შემოვედი ამ სფეროში ვინც დამხვდა ვინც მანამდე აკეთებდნენ ვინც შემოემატა აკაურობას და ესეც ნუ იგივე თქვათ უფრო პატარა თაობა ჩვენზე ამათი პროფესიონალიზმის თელი ხიბლი მაგაში მდგომარეობს ჩემი აზრით რომ ეგ მაგ ორის ბალანსი შეუძლიათ რა რომ შეუძლიათ რომ მართლა ეგრე იყოს გულწრფელად მიმზიდველად გასართობი ადგილი იყოს სამუშაოდ მაგრამ სამუშაოდ. ანუ აუცილებლად პირველ რიგში კეთდებოდეს საქმე. იმიტომ რომ აცნობიერებენ ეს ხალხი და ზოგადად მაგის გაცნობიერება არის აუცილებელი რომ რაც თქვი, რომ ეს კრეატივი წამოვა შეიძლება არ იყოს. რამდენჯერ არ უნდა იყოს? ერთხელ 10 ჯერ, 100 ჯერ. მე უნდა მიხვდე რომ იქნებ რამე სხვა ხო არ არის შენი საქმე სხვა რამე. იმიტომ რომ არ შეიძლება ხარ მაგასაც თავის გონივრული რაოდენობა აქვს რამდენჯერ ვერ იზამ. ხო მოხვედი სააგენტოში თუ ერთხელ ვერ ქენი ოკეი ორჯერ რამდენია ეგ. ამასობაში თან ხო ხდები შენ რესურსი ხარ. შენ სერვისი ხარ. მაგის გააზრება აუცილებელი არის რომ შენ რაღაცას იმსახურები. როგორც ყველა. და არც არავის მეტი ხარ, არც არავის ნაკლები, როგორც რაღაცა კონკრეტული საქმე ისე გაქვს შენს. შეიძლება შენ გაგიმართლა მაგ კუთხით, რომ შენ უფრო გასართობია. მაგრამ რა ვიცი, იქნებ ისე ერთობა თავის საქმით, რომელიც გონია, რომ აქედან მოსაწყენია. ჩვენ დამოკიდებულებაში მგონია მთელი გასაღები რა. მე ბევრ ადამიანთან მილაპარაკია ეს რაღაცა უბრალოდ შეკრებების დროს იმის დროს ვინ როგორ უმკლავდება რაღაცას, ჩავარდნებს როგორ უმკლავდება, უიდეობას როგორ უმკლავდება. ახალ ადამიანებს როგორ ხვდება, როგორ მართავს, როგორ საბოლოო ჯამში ან ერთი დამოკიდებულებით უყურებთ და სილაღეც ერთი გვაქვს, მეგობრობაც ერთი გვაქვს, საქმეც ერთი გვაქვს და რაღაცნაირად ერთი რამე მოგწონს, ერთი რამის კეთება, ან მე უკვე რაღაცები მე ირევა რა. თორე მინახავს ან თავისუფლები როგორ არის, თავისუფლები რაღაც იმიტომ კი არ არიან რომ ამ სფეროში მოხვდნენ. ეთქობა რაღაცნაირად მანამდე მიდრეკილება ქონდათ რაღაცა ისეთის კეთების, რაშიც მეტი თავისუფლება იყო და არ იყო რაღაცა მოხაზული კონკრეტული მაგალითად რუტინული. შეიძლება ესეც რუტინულია, მაგრამ და ერთ და იგივეს ვაკეთებდნენ სიტყვაზე დღესაც პროფესიულად რო შევხედოთ, მაგრამ როგორც კი თქვა ერთი
კვირა თუ თვე თუ რამდენის მუშაობ ლუდზე და მე ამას ანაცვლებს რაღაცა ის რა ქვია ტექნიკა მიუხედავად იმისა რომ მე ერთი და იგივეს ვაკეთებ ამისთვისაც და იმისთვისაც უკვე სხვანაირი არის უკვე განწყობა სხვა არის გამოწვევა სხვა არის სათქმელი სხვა არის და ეგ მოგწონს ეს ხალხიც ეს ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებიც ჩემი გადმოსახედიდან თავისუფლები არიან პირველ რიგში საქმეში კიდე მე მასაც ვიტყვი მეტად უნდათ კიდე რომ უფრო მეტად იყვნენ და მეტი დობა თუ ფსონი იყოს მათ იდეებზე თქვათ იგივე დამკვეთის ხრიდან და ცოტა უფრო მეტად თავისუფალი იდეები გამოვიტანოთ გარეთ კიდე ვიდრე უფრო არის თორე შინაგანად შეიძლება ვიღაცა თავისუფალს კი არ გულისხმობ მაგრამ შეიძლება საერთოდ არხიბლავდეს ბევრი ხალხი იყოს ინტროვერტი საერთოდ არ იყოს ანუ სტერეოტიპი არ არსებობს როგორც არაფერში ისე ამაშიც ჩემი აზრით 1000-ნაირი ადამიანი აკეთებს ამ საქმეს. თავარია იმ საქმეში იყოს თავისუფალი და ლაღი იქ იმ თავის იდეაში და ისე რავი როგორც უნდა ისე იქნება. იმდენი კითხვა მაქვს ახლა. არ ვიცი რომელი ერთით დავიწყო, მაგრამ ყველაზე მარტივით. ბოლოდან დავიწყე. ყველაზე მარტივით. კრეატიულობა შენი აზრით შეძენილი უნარია თუ დასწავლადი? შეძენილი კი არა და თანდაყოლილი თუ დასწავლადი? მაგაზე მაქვს ხოლმე ეგეთი პასუხი, რომ რო ამჯეროდეს რომ დასწავლადი არის 2018 წლიდან ლექციებს რო კითხულობდი და ამჯეროდეს რომ დასწავლადია უბრალოდ აფერისტი იქნება რაღაცას მინიმუმ 10 კაციდან 5 სატყვებ რაღაცას და ეუბნები უბრალოდ გონია დასწავლადია რა თქმა უნდა ოღონდ მგონია რომ არსებობს როგორც ყველაფერში არსებობს რაღაცა მიდრეკილება ნიჭი უნარი რომელიც შეიძლება ვიღაცას მეტად აქვს და ვიღაცას ცოტა ნაკლებად და ეს გონია რომ ფორა არის თავისთავად ნიჭი ზოგადად ფორა ძალსაღად არის აი იგივე ფეხბურთი რო გავიხსენოთ დაიბადნენ რა ვიღაცები აი ეგეთი არის მაგრამ იგივე ფეხბურთი რო გავიხსენოთ ისეთი ტიპები ვინც დაიბადნენ და უნიჭიერესია როგორც კი მოაკლეს შრომა იმის მესამედი მეოთხედი კარიერით დაამთავროს ვიდრე შეეძლოთ. ამ დროს არსებობენ პირიქით მაგალითები, ვინც ეგრე დაბერტყილი არ ქონდა შეიძლება, მაგრამ იმდენი შრომა რომ გენიალური კარიერა დადო. იგივე მგონია აქაც. მე მგონია რომ მაგას განსაზღვრავს სურვილი, ანუ რეალურად ნიჭ დაბერტყილსაც და სწავლაზე ორიენტირებულსაც გააჩნია რამდენად უნდა ამის კეთება, თორე მე ძალიან დიდი ბევრი მაგალითი ვიცი მისი ნიჭიერს ნაკლებ ნიჭიერმა როგორ ძალიან აჯობა პროფესიაში. იმიტომ რომ იმას უნდოდა, იმდენად უნდოდა რომ ყველაფერი იქნა მაგისთვის და ამან არ ქნა ვთქვათ. განია. მაგარი ენა გვაქვს აი განია ეგეთი ის არის რომ ნიჭს რა უყურა განია. გამოაღვე გაუშვა. ეგრე გამოდის რა საბოლოოდ. თორე დასწავლადი რა თქმა უნდა. მე იმისაც ჯერა რომ ამ ასაკში შემილია რომ გადავწყვიტო ყველაზე სუსტი რაშიც ვარ ის რა ქიმიკოსობა მაგალითად და რაღაცა აი თუნდაც იმ ლეველზე რაზეც ეხლა რასაც ვაკეთებ იმაზე ვარ მივიდე. ოღონდ აი ხო წარმოგიდგენია როგორ უნდა მინდოდეს ეგ რომ 20 წლიანი მეტი 30 წლიანი ფორა უნდა ამოვაგდო ვიღაცასთან. ვინც ბავშვობიდან კარგად სწავლობდა ამას და დღეს ქიმიკოსი არის. შესაბამისად მე უნდა გადავდო ამისთვის ყველაფერი. მე იქ რაღაცა ბიჭები და რეკავენ და აბა წავედით და აი მოდი ხვალ გავაკეთოთ და PlayStation-ი ხვალ ვითამაშოთ და პარასკევს რა ჩვენ მორჩა. და ეხლა როგორ უნდა მინდოდეს ქიმიკოსობა რომ ეგენი ყველაფერი დავამთავრო. არ მინდა ეგრე. შესაბამისად ვარ კოპირაიტერი და არ ზაპირებ რომ გავხდე ქიმიკოსი. ეგ უნდა გაიგო ადამიანმა. კი, ანუ დიდი შედეგისთვის დიდი მსხვერპლის გაღებაც არის საჭირო. კი, ძალიან მართალი ხარ, იმიტომ რომ აი ჩემი შემდეგი კითხვა ზუსტად აი ამ მიმართულებას უკავშირდება. შენ ახსენე რომ ადამიანს ძალიან უნდა უნდოდეს რაღაცის გაკეთება და მიზნის მიღწევა, მაგრამ ეს უნდოდაც ხო ცოტა ისეთი ცნება არის, ასე ვთქვათ, არამყარი, მოდი ასე დავარქმევ. ხშირად ადამიანებს გვერევა რა გვინდა მართლა და
როგორ ვართ მოხიბლული სხვა ადამიანის უნარით. იმიტომ რომ მე შეიძლება მოვინდომო პირობითად აი ესე ვთქვა, რომ აი მინდა კოპირაითერობა, იმიტომ რომ აი ქუცას რო უყურებ, როგორ კარგად გამოსდის, უკვე რაღაც წარმატებული კოპირაითერია, რაღაცა ფრილანსერია, ჩემგან განსხვავებით, რომელიც 9-დან 6-მდე პირობითად სამუშაო რეჟიმში ვარ და შენ თავისუფალი ხარ ამ მიმართულებით და კიდევ ბევრი ასეთი რაღაცა მიზეზის გამო შეიძლება მომინდეს შენს ადგილას ყოფნა. მაგრამ ეს არის ძალიან ზედაპირული მსჯელობა, იმიტომ რომ მე მინდა კოპირაითერობა, იმიტომ რომ შენი ლაიფსტაილი მომწონს მაგალითად ამ მომენტში და მეც მაგ ლაიფსტაილით მინდა ვიცხოვრო, მაგრამ ვერ ვიაზრებ იმას, რომ შენ რო იქ მიხვედი, შენ რაღაცა კონკრეტული გზა გაქვს გავლილი, შენც რაღაცაზე გაქვს ნათქვამი უარი, იგივე მეგობრებისთვის, როდესაც PlayStation-ს თამაშობდნენ, შენ თქვი, რომ არა, მე რაღაც ტექსტი უნდა დავწერო და ანუ ძალისხმევა გაქვს ამაში ჩადებული და ხშირად ადამიანები მარტო ზედაპირს უყურებთ ხოლმე აისბერგის თავზე რა ხდება და იმის ქვემოთ რა ხდება, ეგ უკვე აღარ გვაინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ჩემი აზრით და შენც მითხარი შენი აზრი რომ ვიცოდეთ სრულად რა გზა გაიარა ადამიანმა, შეიძლება აღარც მოგვინდეს მის ადგილას ყოფნა და ჩვენს ადგილას დარჩენა და გვინდოდეს რა. კი ბატონო. ნუ ვერ ვიტყვი ერთი ნაცვალი ვიყავ. მაგრამ მინდაში მე მარტო გულისხმობ, რომ რაღაცას აკეთებ ამისთვის რა. აი იმიტომ რომ ეს ეხა მინდა და იგივე ლაიფსტაილი მომწონს, ძალიან მაგრამ მომწონს, ჯიმ მორისონის ლაიფსტაილი, რაც გაიარა, მაგრამ ის რა ქვია დედა ჩემიც გიტარაზე დაკვრა სასწავლის და მამა ჩემიც გიტარაზე დაკვრა სასწავლო და მე არ ვიცი დაკვრა. და შესაბამისად თან მომწონდეს ხა ესე მორისონი რო უკრავს პირდაპირ სახში მყავს ადამიანი ვის რა ნახევარ ქალაქს ასწავლის და მე არ ვიცი და არ მინდა ესე ეხა აღარ ვიცი თავის დროზე როცა შემეცდო რომ მესწავლა რა შესაბამისად არ მინდა და არაფერი მე შევთავთან რომ მორისონის ლაიფსტაილი და მორისონი დარჩა ჩემი ფირფიტას დავდებ და იქ შევდივარ მე მაგ რაღაცა განწყობაში მაგრამ რაც მინდოდა ამისთვის მაგალითად ვიძახი რომ ნიკუშა ანტაძე ჩვენი კრეატიული დირექტორი ჰომსის აქვს ამაზრზენად კარგი მეხსიერება რა ანუ აი საშინელი რა და რაღაც ამ იდეებს რომ ვიძახდი ნუ აი ეგ 1997 წელს გააკეთა იმანის გააკეთა ამან და სულ კადრებად ახსოვდა რა ყველაფერი მეთქი რა ვქნა ეხა ესე ამის იმაზე რა ქვია მეხსიერების დაკარგვაზე მსონს ვერ დავდებ მეთქი და რა ვქნა მეთქი მეკითხა ახალი მისული ვარ რა ვქნა მეთქი ანუ საიდან ნახო ეგენი რომ ესე იგივე გაკეთებულები აღარ ვიძახო მე მითხრა რა ერთი ორი საიტი რომელიც იყო 4000 პეიჯი რაღაცა 2001-დან იდო 2015-ია პირობითად როცა ეს დიალოგი ხდება ან 16 ან მოვყევი იქიდან ამას და ნახე ანუ ბოლომდე ვერ მოვედი იმიტომ რომ დრო უნდოდა მაგრამ და ნახევარი ვნახე რა 2000 გვერდი დავათვალიერე რეები უკეთებია თელი მსოფლიოდან სხვა ქვეყნებიდან ვიდეო პრინტი აუთდორი გარე რეკლამა ყველგან ოღონდ აი ისო მანდარი რომ ეხლა წარმოიდგინე შე რომ მითხრა რომ 2000 გვერდი დავათვალიერო ქიმიაში რა მიღწევები ქონია გავგიჟდები აქ აი ისევ სურვილი შემოდის ანუ ეს 2000 გვერდი ეხლა ძალდატანებით და კი მითქია რომ მიუხვდი რომ ჭირდებოდა რომ ბაზა მქონოდა და ანუ ეგ გავიღე ოღონდ არაფერი წვალება აღარ არის რომ სახვდები რომ გულით რომ გინდა ანუ აღარ წვალობ რა უბრალოდ აღარ წვალობ ანუ მოგწონს რომ გიზიდავს ეს რაღაცა მე უკვე წვალება სადღაც კრება თორე 2000 გვერდი პეიჯი მისი საიტის ჩემო ტერმა დაათვალიერა ისეთი რამაც არ მოგწონს და აშკარად დამტკიცე რომ ძალიან გინდა და დავიზიანე ამ სფეროში ყოფილი რა გადაყირავდა შეიძლება და აქ არაფერი ულაღესი იყო იმიტომ რომ უყურებდი მე რა რისიკეთებაც მიუხვდი რომ მინდა ეგ როგორ აკეთეს 15 წლის განმავლობაში დედამიწაზე და ნუ აი საინტერესო იყო რა გარდა მონდომებისა და გარდა იმისა რომ სურვილი გაიჩინოს ადამიანმა შენი აზრით რა საბაზისო უნარჩვევებს უნდა ფლობდეს რომ გამოვიდეს კარგი კოპირაითერი
ну, მოდი სულ რადგან იმას ვამბობ ხოლმე რომ რაღაცა ისე გამონდის თითქოს წერა არაფერში არ ჭირდება, აი მართლა ეგეთი მნიშვნელოვანია პირველი წერას ვიტყვი. მას უნდა შეეძლოს სიტყვებით მისი იდეის გადმოცემა. შიგნით, გარეთ, შიგნით გულისხმობ თქვა სცენარის დაწერა ისე რომ წარმოვიდგინოთ ყველა ეს სიუჟეტი, დავინახოთ, რეჟისორმა დაინახოს, რომელიც ამაზე ჩაერთვება და ასე შემდეგ. დანარჩენი ეს ისეთი საქმეა, რომ ჩემი დაკვირვებით დაკვირვება ყველაზე მეტად გადგება. მაგალითად ვიზახე ადამიანებთან ურთიერთობა, ხელოვნებასთან ურთიერთობა. ზოგადად აი სამყაროს რაც მეტად მიღებული გაქვს და შეცნობილს ახლა ხვალავალი სიტყვარი და ვერ ვიტყვი, რაც მეტად მიგიღია რაღაცა ინფორმაციები, ესენი შენში დალექილია და ეგეც ისეთივე ბაზა არის, როგორც აი ეს 2000 გვერდი რა და 4000. თითქოს ეგეთი ბაზა გაქვს, რამდენ ადამიანსაც იცნობ. უნდა გაინტერესებდეს, მე ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანებთან ურთიერთობა და მიყვარდა. სულ ყველანაირ ადამიანთან. ყველასთან ერთად მე არ აღმოჩნდებოდა, რომ ერთნაირად საზიამოვნო და რამდენ მით უმეტეს როცა ბევრს ეცნობი, მაგრამ ის არის რა ქვია, საინტერესო არის. ანუ ზოგადად ადამიანების ინტერესი ერთ-ერთი პირველი მგონია, იმიტომ რომ ნებისმიერი სარეკლამო კომუნიკაცია ადამიანების იქნება, ხო და იმაში რა ქვია, სამიზნე აუდიტორიაში არასდროს არ ამოგიკითხავს რაიმე სხვა სულიერი. ყოველთვის წერია ადამიანი. ან ესეთი, ან ისეთი, ან ამასაკის, ან იმასაკის, ან ამ შემოსავლის, ან იმ შემოსავლის, მაგრამ ადამიანი. შესაბამისად, ადამიანებს თუ რო იცნობ, ეგ კარგი ბაზა არის. ამ ადამიანებს რა მოსწონთ, რაც ხიბლავთ ზოგადად ცხოვრებაში, დაწყებული თავის საყვარელი ქალაქიდან ან ქვეყნიდან, გაგრძელებული ხელოვნებით, გაგრძელებული მეცნიერებით, გაგრძელებული რაღაცით, რაც უფრო მეტი იცი ამათ ზოგადად რა უყვართ და რა მოწონთ და რაში ვცხოვრობთ, თუ საკუთარი თავიანაც დაწყებულს ვიზახ. ეგეც კიდევ ერთი ბაზა არის. და ამ ბაზებს რაღაცნაირად მე რაღაც ეს შვება იმას, რომ შენ მზად იყო კონკრეტული რაღაცა კომუნიკაციისთვის, სწორი რაღაცა უბრალოდ არ იცი. ანუ ემოციურ დონეზე არ იცი რა აკავშირებს სამიზნე აუდიტორიასა და რაღაცა პროდუქტს. უბრალოდ არ იცი ეგ. შესაბამისად, მე ამ ადამიანებზე დაყრდნობით იგებ მაგ ემოციურ ასპექტებს, იმიტომ რომ ეგ ემოციური ნაწილი გჭირდება ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ემოცია უნდა გააღვიძო შენ ადამიანში, და ეხლა უბრალოდ განცხადებების ეპოქა აღარ არის. უბრალოდ განცხადებები იყო თავის დროზე და ეგეც ასაც პროკლამაციებს დავსილებ, მაგრამ დღეს აღარ არის ეგ დრო. სხვა მეტი საჭიროებს, მეტი თქმა გინდა. აი, შენს თქვა ფრაზას დავუბრუნდები, მაგრამ იქამდე ალბათ ჩემი აზრით უნდა განმარტოთ, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტად ვსაუბრობთ კრეატიულ კოპირაიტინგზე, შემოქმედებით კოპირაიტინგზე და არა კლასიკურზე, მაგალითად, რასაც პირობითად შეიძლება ერქვას თუნდაც ვებსაიტის SEO, მაგალითად ბლოგები და ასე შემდეგ. ხო, სწორედ აი კრეატივი ნაკლებად გჭირდება. კი, გამოგადგება ალბათ რაღაცაში ბლოგების სწორად დასაფორმულირებლად, მაგრამ უფრო მეტად მაინც ჩვენ ვსაუბრობთ სარეკლამო კოპირაიტინგზე, ხო, სწორია? გეთანხმებით, პატარა იცი რას ვიტყვი, რომ ნებისმიერ რაღაც კომუნიკაციას და საიტი მისი არსით კომუნიკაცია უკვე მდურის რაღაცა შემოდის ადამიანთან. ყველგან არის რაღაცა პატარა ადგილი, სადაც შეგიძლია რომ შენ ცოტა უფრო მეტი სიხალისე შეიტანო და შაბლონური არ იყოს. ხო, გამომდინარე რომ იქიდან ვინ ხარ შენ და რა საქმიანობ და ზოგადად რა იდეის მატარებელი ხარ. ყველგან იპოვი მაგ პატარა ადგილს. მაგრამ მანდაც ალბათ ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით,
არის განსხვავება ადამიანების ინტერესების და ფსიქოტიპების მიხედვით, იმიტომ რომ მაგალითად მგონია თუ ვწდები ეგეც მითხარი. მგონია რომ ის ადამიანები, რომლებიც მეტად მიდრეკილი არიან შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, თუნდაც წერისკენ, იდეების გენერირებისკენ და ასე შემდეგ, უფრო სარეკლამო და კრეატიული ინდუსტრიები იზიდავთ, მაგრამ ის ადამიანები პირობითად ვისაც შეიძლება წერა ძალიან კარგად გამოსდით, მაგრამ აი ზედმეტი კრეატივი ცოტა ეზარებათ, არ შეუძლიათ, აი ურჩევნიათ რომ ერთი და იგივე რაღაცა ტიპის ტექსტები წერონ, მაგალითად პრეს-რელიზი რა. პრეს-რელიზში რაღაცა კი იცვლება პირობითად სხვა მოქმედი გმირები არიან, სხვა რაღაც სიტუაცია, მაგრამ მეტნაკლებად სტრუქტურა არის ერთნაირი, ხო ესეა შეხვდნენ ხელი ჩამოართვეს სამომავლო გეგმები დასახეს და ასე შემდეგ. და მგონია რომ აი ეს კლასიკური კოპირაიტინგი უფრო იმ ადამიანების არის, ვისაც კრეატივი დიდად არ უყვართ და ურჩევნით ერთი და იგივე რაღაცები აკეთონ, უბრალოდ ცოტა სხვადასხვანაირად. დოდისი როგორ შევხედავდი, აი ხო გაგიბიური ამბავი ყოფილა ეგეთი, სადაც CV გააგზავნა ვიღაცამ სადღაც და უბრალოდ ამას ისეთი ორიგინალური რაღაცა გადაწყვეტა მოუფიქრა, რომ იმათმა დარეკეს, მარტო მაგითო. ეთემნა გვასწავლიან პიცის. რეალურად ამ დროს ის CV-ია. მაგრამ რა ქნის მაგ ადამიანებმა, რომ შინაარსში ანუ რეალურად CV-ისთვისაც არის, რომ აგზავნი, რომ დაგირეკოს. დაგირეკოს. ანუ დაგიბაროს, რომ მე მიხვი მე დანარჩენი თქვა. პირდაპირ მაღაზიაზე გავიდნენ. მომისმენია რომ მაგალითად ერთმა ვიღაცამ ტიპმა ქნა რომ მარტო ნომერი დაწერა. მარტო ნომერი დაწერა და გააგზავნა ეს ნომერი. ადრე ეხა შეიძლება აღარ იმუშავოს, მაგრამ მაგას ხო დროული უნდა იყო. კი. ანუ კრეატივი ტექსტი ყველაფერი და დროული იმ დროში არ გულისხმობ მორგებული დროზე კი არა, იმ დროში თუნდაც ამოვარდნილი, მაგრამ იქიდან ამოვარდნილი რაშიც ეხა ხდება, რაც იმ დროს ხდება, ხო? თორე ყველა თუ ამოვარდა, მე შეიძლება პირიქით სტანდარტული აღმოჩნდეს კრეატიული რაღაცა დროს, იმიტომ რომ მაგაზე იცი რა გამახსენდა ბოდიში შეგაწყვეტინე ნიკუშანთაძე ახსენებ არამ და მაგის ჩანახატი იყო ადრე, აი ძალიან ადრე მას სკოლაში სწავლობდი, ურაკ პარაკზე და მე შიშველი ვარ გაგწაკითხული. ზუსტად აი ეგ თემა არის, რომ თავიდან ანუ ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თავიდან თავი მოქმედი გმირი ვინც არის შიშველი გამოდის, ყველა შოქშია ჯერ მიმღებლობა არ აქვს, მე ყველა ბაძავს და როდესაც ანუ ეს ტრენდი ხდება, მე ეს პირიქით იწყებს, ანუ ჩაცმული გამოდის. ჩაცმული ხდება, ეგრე არის, რეალურად ეგრეა. ამიტომ არ ვიცი რას დავარქმე, თქვა კლასიკურს ან ჯერ გაიყო, ხო, ბევრი სხვა არხები შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, დიჯიტალიზაციამ გაციფრულდა სამყარო და მით უმეტეს იქ კიდე უფრო რაღაცა ბევრი რაღაც არხი არის შესაბამისად, ჩემი სურვილი არის რომ აი იმ პატარა არხებში ვებბანერია და თითქოს არაფერი უბრალოდ ლამაზი უნდა იყოს რომ დაკლიკოს ადამიანმა და გადავიდეს სადღაც მაგალითად იმასაც კონდეს რაღაცა პატარა ისეთი როგორც აქამდე არ გინახავს რაღაცა პატარა თამაში შეგიყვანოს რომ არ უყურებდეთ რომ რაღაცა არ ჩაიკარგოს თუნდაც 1000 ვებბანერში რომელსაც დღის განმავლობაში გვიგდებს და გვიგდებს პრეროლი ხო აი რაღაცა ფილმის ყურება გინდა და იწყება რაღაცა და აბა როგორი უნდა იყოს ეგ რაღაცა რაზეც არ იგინებ და იტყვი რომ მაგარი არის რაღაც საინტერესო იმის იგი რაღაც შინაარსით ან ფილმს უნდა დაუკავშირო რაღაცა შემოიტანოს ისეთი რომ ერთი სული რო გვაქვს რომ რაღაცა ეს ჩაითოს იმო გვაინტერესებს არ ულანძღოთ ეს 10 წამი სანამის ყვითელი აიუსება და იმის რა ქვია დასკიპვას ამოგვიგდებს პირიქით რაღაცა შეგვიყვანოს კიდე რა ხოსმინი ხო და მაგ ეგ ხო შესაძლებელია მაგის რო არ მჯეროდეს რა შესაძლებელი არის როგორც ლექციებს არ საკითხავთ ის რა მეგონა საგაც ამას არ გავაკეთებ მაგიტო მანდარი რეალურად ძაღლის თავი დამარხო ჩემთვის ზუსტად მაგიტომ იყო საინტერესო, როგორც ასე ვთქვათ, კლასიკური კოპირაიტინგის, ანუ ორივეს რეალურად კოპირაიტინგის კურსი ერქვა მაშინ, მაგრამ ჩემთვის მე გონებაში ესე დავყავი. შენს კურს კრეატიული კოპირაიტინგის კურსი დავარქვი, მარიტა ფილოვრის კურსს დავარქვი, კლასიკური კოპირაიტინგის კურსი და რეალურად ორივე გავლილი მაქვს. ორივეგან აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცეები ვისწავლე. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს, იმიტომ რომ მთლიანი სურათი შეიკრა ჩემთვის ეს ერთი და მე მეორე
ჩემთვის განსაზღვრა რა იყო ამ პროცესში საინტერესო და რომელი მხრიდან რა ელემენტები იყო ჩემზე მორგებული ან ჩემს ინტერესებზე უნარებზე და ასე შემდეგ. რაღაცა პერიოდი მეც მიცდია კოპირაითერობა, ოღონდ უფრო აი რაღაც სოციმედია პოსტების ჭრილში, რაღაც SEO ბლოგები დამწერია და ასე შემდეგ, მაგრამ კრეატიულ კოპირაითინგში შემეშინდა ფეხის შემოდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც გამოცდის დღეს კითხე თუ არ მახსოვს პროცესში, რომ ძალიან ბევრი კითხვას გისვამდი, აი როგორ დავიწყო პირველი ნაბიჯები, როგორ გადავდგა და რაღაც, მაგრამ შემეშინდა ძალიან. და კიდე რატო შემეშინდა ისი და შენი საუბრიდან გამომდინარეც ახლა რასაც იძახი, მართალია ერთსა და იმავე რაღაცას აკეთებს სულ, მაგრამ განსხვავებული პროდუქტი, განსხვავებული ბრენდი, განსხვავებული კომუნიკაცია, tone of voice, რასაც ვეძახით ხო და ასე შემდეგ. მაინც გაიძულებს იმას, რომ ეს ერთი და იგივე საქმე აკეთო სხვანაირად. ანუ განსხვავებული ახალი ასე ვთქვათ ნეირონული კავშირი დაამყარო ტვინში და ეს ყველაფერი სტრესავს რაღაც ჩემი აზრით და შემითხარი ესეა თუ არა. ანუ შენ თამაში დაკეთებ ყველაფერს თუ აი როდესაც ეს იდეა არ მოგდის და ასე შემდეგ ზიხარ და ფიქრობ აი ვაიმე როგორ დავიღალე ცოტა ან რაღაც მსგავსი. თავიდან გააკე ეგენიც. რაღაც კუთხით კომპლექსები კიდევაც როცა ვერი ფიქრებ, იმიტომ რომ დასკვია ვერი ფიქრებ. მაგრამ ეგ გადის, ანუ რაღაც ხვდები რომ ეს ნაწილი არის რაც შეულებრივად რა. ანუ მართლა როგორც ყველაფერში არ არსებობს ადამიანის სულ ერთნაირად ან მონდომებული, მოწადინებული იყოს, ან არეზარება, ანუ უბრალოდ გამორიცხული რაღაცა. შესაბამისად მე გულახდილად რო გითხრა ეხა, შეგეშინდაზე უფრო ეგ არის რომ მაინც ალბათ სურვილი არ იყო იმხელა რომ შემოსულიყო. მე მაინც მაგას ვაბრალებ ხოლმე რა. ეს რაღაცა ის კი არ არის. უბრალოდ გონია რომ სათანადო, თორე აბა რა ის შიში. აი ზუსტად მაგ პერიოდში გამოაცხადა ლივინგსტონმა ჯუნიორ კოპირაითერის ვაკანსიაზე, ის რა ქვია, კიდე პოზიციაზე ვაკანსია. და თავიდან ძალიან მომდომა მეთქი მაიმე რომ მაგარია ლივინგსტონი და ნუ აი ძალიან მინდოდა იქ მოხვედრა, მე გავხსენი კითხვარი თუ რაც იყო აღარ მახსოვს, რაღაც მოიფიქრე ანეკდოტი, რაღაც სამსიტყვიანი, ან რომ რა სიტყოდი სადღეგრძელოს, ან რომ სადღეგრძელოს იტყოდი სუფრაზე რომ მოხვედრილიყავი იქ, რაღაც დაწერე ტექსტი ამისთვის და აი უკვე ისე ჩავისტრესე მაგის კითხვისას, რომ მეთქი აი უეჭველი არ გამომივა, იმიტომ რომ ყველაფერზე ვერ მოვარგებ ჩემს. გადასავრი ხალხის ის გინახავს. და მე რა თქმა უნდა, აი მაგ პროცესში უკვე გავქრი რა და. აი მაგით რას გulis ხო, აი სრული შეიძლება არც იყოს სწორი სიტყვა ხარ რომ დავფიქრდი რა. ანუ მაგ დროს პირიქით უნდა იღვიზებდეს რა ისი. ვა, ეს ნახირები მოუფიქრებიათ. მოდი აბა ეხა მე ამას მოვიფიქრებ რა. ანუ რაღაცა ფაზლის აწყობა თუ გიყვარს ადამიანს და მაგიდაზე რომ ეხა აქ ყრია. და გინდა არ გინდა რომ ხელი მიგდის რომ იმას რა ქვია ხო იცი. ჩასვა. ეგ უნდა მოქონდეს იმას. სულ ეგეთი ბრიფი არ გაქვს. რა თქმა უნდა, ყველა ეგეთი სასიამოვნო და ყველა ეგეთი საინტერესო და ეს რო იყოს რა გვიჭირს, მაგრამ არ არის ეგეთი ბრიფი. თუმცა მაგაში ზეძებ, ეგეც ქონდა, მაგეც რაღაც ალბათ წლებთან ერთად მოდის რა ისი რომ რაღაცას უილანძღებოდი თავიდან რომ იმას შვებოდი რა ინტერესო ბრიფია და ისე. მე რაღაც კუთხით ნახულობ აი 2000 გვერდს რო დაათვალიერებ, ხვდები რომ ისეთ ძალიან პირდაპირი სათქმელებისგან აქვთ გენიალური რაღაცა ნაპოვნი ადამიანებს, რომ ხვდები რომ აი რო წარმოვიდგენი ის რა ბრიფი რა იქნებოდა, ნუ ამისგან გამომდინარე, ის რო ჩვენთან შემოსულიყო ვიწუწუნებდით რა და ამ დროს თურმე შეიძლება. ხო, ერთი რაღაც გენიალური რაღაცების მოფიქრება, მაშინაც კი როცა ეს ბრიფი თითქოს არ არის ეგეთი. თუმცა არ მინდა ვინმე მარკეტინგის წარმომადგენლებიდან ჩათვალოს, რომ სულ ერთია როგორი ბრიფი იქნება, არა რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ბრიფზეც არ არის. კი, აი ეგ კითხვაც მქონდა ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ შევეხეთ იდეის მნიშვნელობას ზოგადად კოპირაითინგში. ახლა ბრიფს შევეხეთ და მე ალბათ ინსაიტსაც გადავალთ და მინდა რომ ბარემ ეს მთავარი ალბათ ბურჯები ჩემი აზრით რაც არის ამ სფეროსი რაღაცნაირად ერთ კითხვაში გავაერთიანოთ და როგორი უნდა იყოს კარგი ბრიფი
რომ აი თქვენ რაღაცნაირად მოგეწონოთ. ან არ გულისხმობ ამ შემთხვევაში თვითონ შინაარსობრივად კარგ ბრიფს. ჩამოყალიბებული როგორ უნდა იყოს სწორად. უნდა გამახსენდეს პირველ რიგში, აი ბევრი ადამიანი რო გავისანის ცხოვრების მანძილზე, ეგრევე უნდა ამოხდეს რომელიღაც. ანუ ამ ბრიფმა მე უნდა დამანახოს ვის ველაპარაკები და რა მაქვს სათქმი. ძალიან კონკრეტული ადამიანი უნდა გამახსენდეს. აი ჩემი კრიტერიუმი მანდ გადის ხო, თუ გამახსენდა ვიღაცა კონკრეტული და всё, მე აი ახლა გიოს უნდა ველაპარაკო, გიოს ველაპარაკე. თინასო ველაპარაკე. სოფოს ველაპარაკე. უნდა გამახსენდეს მე ვიღაცა. შესაბამისად, მე თუ ბრიფმა არავინ არ გამახსენა ვის დაველაპარაკებოდ, იმიტომ რომ ჯერ სანამ გადავალ რომ მე კრეატიული ფორმა და იდეა მოვიფიქრო, მე ხონდა მივხვდე რა მაქვს სათქმელი. და ვისთან მაქვს სათქმელი. შესაბამისად, ჩემი კრიტერიუმი მანდ გადის ხოლმე, რომ მე თუ ამ ბრიფმა გამახსენა კონკრეტული ადამიანი, მესმის რომ ხატრულ პასუხს გცემ, მაგრამ ეგრეც არის რეალურად. იმიტომ რომ რაღაცა consumer insight-ი სიტყვაზე ეგეთი განყოფილება რო აქვს ამ ბრიფს, იქ რო წერია ამ ადამიანებს ან როგორ ცხოვრობენ, ან ამ პროდუქტთან ურთიერთობით რას მიიღებენ და როგორი გახდება მათ ცხოვრება და შემდეგ. აი ამით მე ვინმე უნდა გამახსენდეს და თუ არავინ არ გამახსენდეს, აკლია რაღაცა ამას. ისეთი, ნუ მე ვერ ჯერ ადამიანის კი ვერ წარმოვიდგინე ვის ველაპარაკე. ჯერ მე მოსაუბრეს არ მყავს მეორე მხრიდან და როგორ შეიძლება ვის უთხრა ის ორიგინალური ჰაი შუარ ველაპარაკებ ჩემთვის. ვიცი, ვიარ ქუჩაში და ვილაპარაკო ჩემთვის. არ იქნება კაი სანახავი. მაგრამ ადრესატი არის ჯერ. ბრიფმა ეგ უნდა მომიტანოს. ამოცანა რა უნდა ზოგადად. ვისგან რა უნდა და ვისთან რა აქვს სათქმე. მე უკვე აი ამ სტამიო თქვი, ბრიფით იწყება ხო? მე ბრიფი არ არსებობს გენიალური იდეა, რომელიც ბრიფს თუ გაცდა. ხო. ესე იგი თავარს გაცდა. აი ეს ბრიფი მე სხვა შორის არის ხოლმე ეგ რომ აი ხანდახან მქონია ეგეც რომ აი თავისუფალი ხარ გეუბნები. კლიენტი. ეგ ვრცუდია რა. საშინელება არის. საშინელება არის. იმიტომ რომ ბოლოს მაინც რაღაც ჩარჩოში მოგაქცევენ. თავისუფალი ვარ სახში, რომ ხატავ ტილოსთან და რას მინდა იმას ვიზა. აქ პირიქით აქ მე მაინტერესებს ეგ შემოფარგლა რომ მე ვიცოდი რა მოედანზე ვთამაშო, ვის ველაპარაკები კონკრეტულად. მე ვიპოვო ინსაიტი აი ამ ყველაფრის და მე ამ ინსაიტზე დავაშენო უკვე იდეა. ხო? ბრიფი, რომელიც მე წარმომადგენინებს ადამიანს კონკრეტულს, მე ამ ყველაფერში მე მოვზებნი უკვე სწორ ინსაიტს და ამაზე დავაფუძნებ კრეატიულ იდეას და მე მოდის უკვე ფორმა. ანუ როგორ გავიტანთ ამას. ერთია რომ ეს მივიღეთ ეს იდეალური კომბინაცია გიჭირავს, მაგრამ არის რო არის ხო იცი რომ აი გენიალური სცენარი შეიძლება გააფუჭოს ვიღაც რეჟისორმა ან ისე რა სცენარი ვიღაცამ გენიალურად გადაიღოს. ცოტა ეგ არის, ამას რა ფორმას მივცემთ უკვე ამ კრეატივ როგორ გავიტანთ გარეთ. მაგაზე კიდე ნუ ბევრი კომპონენტიანი საქმე, მაგრამ ეს რადგანაც შეკარი და ჩემი აზრითაც სწორად შეკარი. ეგ კავშირი უნდა შედგეს. აქ თუ ვერ შედგა. აბა ეხლა ტელევიზორში ფილმის ყურება რო გააწყვეტინე ადამიანს იქ რანაირად შედგა. შანსი არ არის. აუ ისე რეკლამა და მოგაყოლებენ კაი სიტყვებს და დამთავრდება მაგით. ხო. იცი რა არის? მოდი მაშინ ბარემ. უფრო მოკლედ განმარტოთ თვითონ ბრიფის მნიშვნელობა ჯერ. შემდეგ ინსაიტის. ნუ იდეას ალბათ არ ჭირდება განმარტება. არაფერი ბრიფი არის იმцамს რა გამოწვევას უდგას ბრენს, ანუ რაც უნდა რომ უთხრას, ან რაც რა პრობლემას აქვს, ან რა პრობლემის პრევენციაც უნდა რომ არ დადგეს მაგალითად, ხო? ეს შეიძლება იყოს ბევრნაირი გაყიდვების გაზრდა იყოს, ცნობადობის გაზრდა იყოს, launch კამპანია იყოს, რომ არ შემოვედი ბაზარზე, საიმიჯო კამპანია იყოს, რომ თქვათ აი მე ხო იცით რომ ვარ და აი ისე ვარ, როგორც დამტოვეთ და მაგრა თუ არის ეგ არის ბრიფი, რაც იმцамს მარკეტინგის გუნდმა კონკრეტულ კომპანიაში გადაწყვიტა რომ ეხლა აი ამ კომუნიკაციის დრო არის.
და აი ამ სათქმელის დრო არის ადამიანებთან. ჩვენ მე უკვე ინსაიტი არის რაღაცა რაც ყველამ ისით რო ეგრეა რა. რაღაც აი როგორც შეუთანხმებელი ჭეშმარიტება. ხო, ეგ სხვა შორის ის რა ქვია, მესამეჯერ ვახსენებ თანთაძეს და ეგრე თქვა, აი ეს არის რაღაც ჭეშმარიტება, რომელზეც ყველანი თანხმდებითო რა გაუცნობიერებოთ რა. ხო, რა ეგრე არის. მე მაგალითად მანქანას რო ვეთხო, მაინც მაშინ მოდის წვიმა. აი, ხო. რაღაცა მსგავსი. აი, ინსაიტი. ეგ ცალსაღად არის. და რო ყვები შენც ემოცია გაქვს რა უმეც და ხო, აი ეგ. ეგ არის ცალსაღად ინსაიტი. ცალსაღად ინსაიტია რომ რაღაცა აი აქ არ არსებობს ინტერვიუს ფორმატი სადაც წყალი უნდა იყოს ყველა ვარიანტში და ეგ უკვე ფაქტია ეგ ნაკლებად არის ინსაიტი. ინსაიტი რა არის? თუ გაუმჭვირვალე არის ეს რო ფიქრობ რა სხვა ასხია რაღაცა. ეს ხა რაღაცა დამეტანი ლაღად ჭიჭიკე და რაღაცა სხვა ასხია, მაგ ნეტა რა სვამენ ხა ესენი, ხო? ეგეთი მიგნებები, დაკვირვებები, მაგითო თქვი რომ ის ბაზარო სამყარო რაღაცნაირად მივიღეთ და გავეცანით ადამიანებს ამას ეგ მაგებს მას გიშვება რა ქვია რა, მაგ კიდე ქვებაზას გაძლევს რომ შენ იცი რაღაცები ისი და ყავაზე უბრალოდ იმაზე კი არის იწყებ მუშაობას რომ მოდი რა მაგარი გავაკეთოთ ყავაზე არა ყავის გარშემო რა როგორ ცხოვრობთ რას გვაძლევს რა არის ყავასთან დაკავშირებული ინსაიტები მაგაზე იწყებ ფიქრს და მე მაქედან გადიხარ რაღაცა კარგი იდეაზე რა ანუ სხვა სიტყვებით კიდევ ერთხელ აი მოკლედ არა უბრალოდ სხვანაირად რომ მივუდგეთ ამ თემას მაგალითად ბრიფი მე ვარ პირობითად რაღაც კომპანიის A კომპანიის წარმომადგენელი მოვდივარ შენთან მინდა რომ რაღაც კომუნიკაციაში დამეხმარო და მინდა დავწერო ეს ბრიფი ესე იგი ალბათ სეგმენტებად რომ დავუყოთ პირველი ალბათ და მოკლედ უნდა იყოს რაღაც სიტუაციური ანალიზი ან კომპანიის შესახებ რაღაც 1-2 სიტყვა ხო რას ვემსახურები რა პროდუქტს ან სერვისს ყიდი აგიხსნა ეს რა არის შემდეგ ალბათ სამიზნე აუდიტორია ან საკომუნიკაციო მესიჯი რაც მინდა რომ მივიტანო ადამიანამდე ხო თავდება ხოლმე ანუ პუნქტებად თუ ჩავშვით ეგ არის ვინ ხარ რეალურად ამსულთაც ისი თქმა გინდა ვისთვის გინდა ამის თქმა და რეალურად საბოლოოდ და არხებში გინდა ამის ვიდეო გინდა თუ გარემო პირობითად ეს უნდა გითხრა უფრო ჩაშლილად მაგალითად არქეტიპების დონეზე რომ მაგალითად ან ბრენდ იუზერების დონეზე რომ მაგალითად აი იუზერ პერსონა ყავს პირობითად 4 სტრატეგიული ნაწილია ხოლმე თუმცა თუ ამ ბრენდს სტრატეგია აქვს და თავის პლატფორმა შექმნილი აქვს როგორც წესი მაგას აუცილებლად გიგზავნია რომ შენ იცოდე ელემენტარულად რატონალობით ლაპარაკობს, როგორია მისი ვიზუალური სტილი, იუმორი მოსულა თუ არ მოსულა. თქვენობით ელაპარაკებს, შენობით ელაპარაკებს, ბევრი ფაქტორი არის, რაც ამ ყველაფერში ჩანს რეალურად ამ იმაში, რა ქვია, სტრატეგიაში. მაგ ყველაფერს ბრიფში კი შეიძლება მოათავსო თითო წინადადებით შეეხო და ბრიფში არის ხოლმე ცალსაღად tone of voice-ის და ვიზუალური სტილის გაწერილი, როგორი უნდა იყოს. მაგრამ თუ აქვს სტრატეგია, ამ სტრატეგიას აუცილებლად გიგზავნიან, როგორც წესი, რომ შენ გაეცნო მთლიანად ამ ბრენდის არსი რაში მდგომარეობს და რაზე დგანან და მე ანუ ღირებულებები, ფასეულობები. ეს ბრიფი რეალურად ის გამოზახილია. თუ არის შეიძლება არ იყოს ეგ და იყოს launch კამპანია, რომ არ არის ეს, თუმცა launch კამპანიის დროსაც, ალბათ კომპანიას გააჩნია, მაგრამ ეხლა უნდა მეკითხა, რომ არსებობს თუ არა ესეთი კომპანიები, თქომსაც ბრენდის სტრატეგია არ აქვს საერთოდ შედგენილი, მაგრამ იქვე დავფიქრდი კითხვის დასმისას, რომ კი, იმიტომ რომ პატარებს არ ჭირდებათ ალბათ ბრენდის სტრატეგია, ხო? ჩემი აზრით ყველას ჭირდება, ოღონდ ეგ არის, რომ ყველას არ აქვს ხოლმე, რაც ცუდია. თუმცა ეგ კულტურა ძალიან შემოვიდა ჩვენთან, რომ პირველი საერთოდ სანამ რამეს დაიწყებს, ესა თუ ის ბიზნესი თუ ბრენდი თუ კომპანია თუ რასაც უნდა ვთქვათ, დაიწყოს იმითი, რომ დაადგინოს თვითონ ვინ არის. ვინ არის თვითონ, როგორია. მე რეკნას უკვე არჩენი ყველაფერი რა. და ეგ არის ყველაზე მთავარი და რთული, იმიტომ რომ ჩემ პირადად ჩემი სამსახურის ბაზაზე შემეძლეო თქვა, რომ 3 წელია ჩვენი ასე ვთქვათ სტარტაპი YOLO ამ შემთხვევაში ბაზარზე არის უკვე ბევრი ნაბიჯი გადადგა სტრატეგიაც ვქონდა თავიდან ბრენდბუქიც ვქონდა ახლა რებრენდინგს ვაკეთებთ ამ ვიზუალურ რებრენდინგს მაგრამ
ეს 3 წელი თუ რამდენი დროც გავიდა, ყველა წუთი დაგჭირდა იმისთვის, რომ აღმოგვეჩინა საბოლოო ჯამში ვინ ვართ, ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია და რა ღირებულება და ფასეულობა პრინციპში იგივე დარჩა, რაც თავიდანვე იყო, მაგრამ ერთი არის ჩვენ რა წარმოვიდგინეთ შექმნის პროცესში და მეორე არის ბაზარზე როგორ განვითარდა ეს ყველაფერი და ეგ არის ყველაზე დინამიური, აზარტული და რთული მომენტი. ძალიან ხო. ჩემი აზრით. ადამიანებში ეგრე არის. კი. სანამ გაიგებ რა გინდა, აი გაგიჟდები. ბევრი საკმაოდ რაღაცაირად მიდის იმაში, რომ გავიგოთ რაღაცები ჩვენ თავზე. და შეიძლება ბოლომდე არ ვიცოდეთ ასლისებას. და მაგაზე გწერ ხოლმე, ხო გახსოვს მომენტებში გამოჩნდები ხოლმე ქუცა რაღაცაში ხო ვერ დაგვეხმარები რაღაცა კომუნიკაციო, მერე კიდე რაღაცები გადავაკეთეთ და ნუ მოკლედ. ასევე ინსაიტი ვახსენეთ ჩვენ და მოდი ინსაიტიც კიდევ ერთხელ ცოტა ესე განვმარტოთ რაღაცა მაგალითის დონეზე. მაგალითად თუ შენ შემოგდის რომელიმე კომპანიის დაკვეთა. მოდი ავიღოთ, არ ვიცი, ყველაზე ხშირად რომელი კომპანიები მოგმართავენ აი შენ პორტფოლიოში არსებულებიდან ამ ეტაპზე. აი რო გადახედავ რა ყველაზე მეტი ხდება ქალაქში სამშენებლო ის არის სექტორია, სასმელები, ანუ სხვადასხვა სახის რეკლამებს დავაკვირდეთ, მაგას მივხვდებით. აი მაგალითად ლიმონათის რეკლამა და ბრენდი მოვიდა შენთან და გთხოვს რომ რაღაცა კომუნიკაციაში დაეხმარო და ინსაიტები რაც უნდა მოიფიქრო, აი რა შეიძლება რომ როგორ იწყებ ამის გარშემო ფიქრს. არაფერი ხა მოვფიქრებინე ლიმონათის ანუ არ ვიცი, აი რომელიღაც ნებისმიერი ბრენდის. რა არის, რა ჩადიხარ ბავშვობაში, ჩადიხარ ეხლა რაღაცა ამოდიხარ ეხლა უბრალოდ. ამ ლიმონადთან რა გაკავშირებს შენ ისეთი, რაც აკავშირებს სხვასაც. ამას პოულობ, ამას ეძებ. მაგალითად შეიძლება ის იყოს რაღაცა ნახატში და ის რა ქვია დამაული, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი ესთეტიკის მსხალი გახსენდება მაგალითად, რომელიც ახატია და ეგ მსხალი აღზრავს იმ განცდას, რომ მსხლისაა. გესმის რაღაცა ბავშვი ტარხუნის ლიმონადის და იმით რა ქვია, კიტრით ხელს მორბენალი ბავშვს ადღასას რა. რაღაც ბევრი რაღაცა არის. ყველა ინსაიტი საკომუნიკაციოდ არ გამოდგება. შენ უბრალოდ ეძებ ისეთს, რომელიც იმ კონკრეტულ რა არის რთულია ეგრე პასუხი რატო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ ლიმონაზე რა აქვს სათქმი. ისმის ეს ახალი გემო უნდა გაცნოს ხო? რა ქვია, ბავშვებისთვის უბედურებისთვის არის, იმიტომ რომ ხო? რა ქვია თვითონ ბრენდი მხიარულია თუ საკელეხოა თუ საგორძო. ხო უნდა იცოდე საით მიაქ ამას. რისთვის უნდა, სად უნდა, რა უნდა. შესაბამისად ინსაიტები ესე მილიონი არის ყველაფრის გარშემო, მაგრამ გაჩნია ეგ სათქმელი რა. კიდე თან ეს მეორე არის რა იცი, ეს უნდა ითქვას, რომ ლიმონათის კომუნიკაციის აუცილებელი არ არის, რომ ლიმონათის ინსაიტები იყოს გამოყენებული, ხო? შეიძლება სხვა რაღაცის ინსაიტი კარგად მოდიოდეს ამასთან. მაგალითად. და აი ამით მიიღო რაღაცა კრეატიული კვანძი ისეთი, რომელიც მე დაბადებს რაღაცა მართლა ორიგინალურ იდეას. პირველი უბრალოდ ეგ არის, რასაც გავდივართ ხოლმე, რომ ჩამოვწერთ იმ პროდუქტის გარშემო რაღაცა ინსაიტებს. თუმცა ეგ არ გულისხმობს, რომ სხვა რაღაც ინსაიტი არ უნდა გამოვიღებთ. იცი რა მაინტერესებს? ქართულ ბაზარს შენ ძალიან კარგად იცნობ. შესაბამისად, შენ როგორ შეაფასებდი ზოგადად ქართულ კოპირაიტინგულ ეკოსისტემას? ძლიერი მხარეებით, სუსტი მხარეებით შესაძლოა სვატი რა. პირდაპირ რო თქვა, რამდენი კონკრეტულად კოპირაიტერები რო ავიღოთ? კი და ასევე მოდი მაშინ სხვანაირადაც ჩაგეშლი ამ კითხვას. მე მაგალითად როდესაც ვხედავ ხოლმე სხვადასხვა ვაკანსიებს ან მოთხოვნებს ადამიანების მხრიდან კოპირაიტერის პოზიციაზე, ვისაც უნდა რომ აპლიკაცია გაგზავნონ, ხშირად ეს ადამიანები არიან ხოლმე მაგალითად ჟურნალისტები. რადგან მიჩნეულია რომ ჟურნალისტი კარგად წერს და ზუსტად ისევე როგორც კოპირაიტინგში მოდიან, ასევე მიდიან ხოლმე PR-ში. მაგრამ ხშირად ცოტა ის მთავარი აზრი იკარგება, იმიტომ რომ არც PR-ი არ არის მარტო პრეს რელიზის წერა და არც კოპირაიტინგი არ არის მარტო ტექსტის დაწერა, როგორც ჩვენ თქვით, ეს არის იდეა, იდეის გარშემო ტრიალი და მორგება ბრენდის კონცეფციის შენს რაღაცა თუნდაც წერით უნარებთან მათ შორის. ხო?
ჯერ ამას როგორ უყურებ? ანუ იმას რომ პირობითად სხვა პროფესიის წარმომადგენელი მოდის და კონკურენციას უქმნის პირობითად იმ დამწყებ copywriter-ს, ვინც ასევე ბაზარზეა და მე ზოგადად როგორ შეაფასებდი ქართული copywriter-ული community რა დონეზე არის ახლა. იმიტომ რომ სხვადასხვა პროფესიებში, როდესაც ვაკვირდები, თუნდაც იგივე უცხოელი წარმომადგენლებისგან მოდის ესეთი ხანდახან შეიძლება იყოს დამცინავი, ხანდახან უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ აი საქართველოში ტრენდები მოდის გვიან. და საქართველოში copywriting-ის ტრენდები თუ მოდის დროულად. ოკეი. გავიხსენე კითხვა. კაი, პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ სხვა პროფესიიდან მოსული ადამიანი, ხო? 500 ალბათ დაახლოებით ადამიანი ნახე პირადად მარტო ერთ სააგენტოში, სადაც მიმუშავე. ვინც მოვიდა, წავიდა. ერთადერთი იყო, ვისაც დამთავრებული ჰქონდა ის, რითიც მუშაობდა. შესაბამისად, მაგას მხოლოდ მივესალმები, იმიტომ რომ ჯერ ერთი ნად მარტო სკილებზე არ არის. კერძო დეტექტივი ყავდა copywriter. მარტო. და ძალიან კარგი. აბა კერძო დეტექტივი ყვა და მე გადაწყვიტე რომ მოდი ეს მაინტერესებს და წამოვიდა იქიდან მოვიდა და ძალიან კარგი copywriter-ი გახდა. აი ამით გავცე მოკლედ მაგას პასუხს რამდენად ეგრე არის. მეორე აი ეხლა რომ დავიწყო ჩამოთუ. არ დავიწყებ იმიტომ რომ რაც მინდა რომ თქვა მიხვდები მაგითი რომ რაოდენობრივად აი რამდენი ძალიან კარგი copywriter-იც არსებობს. იმაში რა ქვია საქართველოში აი მართლა ძალიან კარგი ვინატრებდი მაგდენ რა პოლიტიკოს. ეგ ცოტა კარგი პოლიტიკოს. ცოტა გაგვიჭირდა. აგრა გაგვიჭირდება, მაგრამ მივინატრებ ნატურას მაგისია. ნუ ხო, იქნება. ძალიან კარგად არის. ტრენდებს რაც შეეხება, აი ალბათ ეს არის რაღაცა ფრაზა, რომელსაც ყველაზე მეჯერ მithქვამს რაღაცა და შეიძლება რაღაცა ის იყოს. კაი არ იყოს კიდე რო ვიზახი, მაგრამ როგორც ზოგადად ეს ინდუსტრია მიყვებოდა სულ ფეხ. კიდე ტრენდებს, კიდე განვითარებას, კიდე ვაფშე დასავლ სამყაროს ნეტა ეგრე იყო ყველაფერში. იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის არის. იდეური ნაწილიც, აღსრულების ნაწილიც. კი, პანდემიის მერე ყველა ჩვენ თავიდან დაწყებული მივხვდით, რომ ცოტა დავარდა კრეატივის რაღაცა ინსაიტები გაქრა, ცოტა მეტად უფრო ვიზუალზე ორიენტირებული კომუნიკაციები წამოვიდა და ნაკლები იყო თითქოს იდეის როლი. თუმცა ეხა ისევ ნუ ამოიწია, კიდე რაღაცა ცოტა ძველი თალღა ბრუნდება თითქოს. საკმაოდ ძლიერად ვარ ჩემი აზრით, როგორც copywriting-ში, ისე ზოგადად რეკლამაში საქართველოს მაინც ის არის ნიჭიერი ხალხი. ნიჭიერი ხალხი ვარ და ამაში შემოქმედებითობას რაშიც დავინახავთ, ეგეთ რამებს კარგად გემრიელად ვიტვისებთ რა, იმიტომ რომ ჩვენში რაღაცნაირად შემოქმედი არის რა. კარგი copywriter-ი, უნივერსალური copywriter-ი უნდა იყოს, ანუ ერთი და იგივენაირად კარგად უნდა წერდეს პირობითად მოკლე ტექსტებსაც და დიდ ბლოგებსაც. კარგი იდეებს უნდა იფიქრებდეს, ამ იდეას რაც ჭირდება, ყველაფერი უნდა შეეძლოს, გინდა ბლოგი, გინდა სცენარი, გინდა სლოგანი, რაც გინდა. არ ვიცი, ხო, თავარი არის, რომ კარგი იდეები გქონდეს, განსხვავებულად აზროვნებული, განსხვავებული რაკურსებით შეეძლოს შეხედოს რაღაცებს და ნუ ამის გადმოცემა თავისთავად და ტექსტუალურად და გამართულად და მოკლედაც და სლადაც და ყველანაირად ბევრნაირი რამე ევალებ. ერთი გავიგე რომ დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ საიდან იღებ შენ პირადად მუზას ან ინსპირაციას შთაგონებას? არ ვიცი, ამდენად არის შთაგონება, მაგრამ არის მუსიკის გარეშე არ მიყვარს მუშაობა. ამაზე რომ ვფიქრობ და შეუხამო რაღაცა კონკრეტული ალბომი და იმას რომ ჩავხვდო, ეგ ყველას თავის რაღაცა სივრცე აქვს, რომელიც თუ
თუ არ მიუგნია ჯობია რომ მიაგნოს, იმიტომ რომ იქ კარგად ახდენ პროვოცირებას იდეების რა ზოგადად. რას ისურვებდი კომპანიების მხრიდან, გარდა ბრიფისა, რომ ასე ვთქვათ, უფრო გააუმჯობესონ კოპირაითერებთან კომუნიკაციაში. თქვი ნამდვილად გულწრფელი რო ვიყო, რომ რაღაცა ისეთ პრობლემებს გადავწყდა, რომ კი, საქვია, სულელი ყველგან არის, ყოფილი. აი მაგალითად ბოლო წამს რო გიგდებენ ბრიფს და აი გუშინ მინდოდა, ან ხელფასი რო ზეგმოდის. კარგია, მაგ ყველაფრის კონტროლი, მაგ ყველაფრის სისტემურობა, ეგ ძალიან კარგი იქნება, რა ვისთავად. მე მიმიღია ბრიფი, საახალწლო ბრიფი, იმას რა ქვია, 24 დეკემბერს მითხრეს ფორს მაჟორი გვაქვს და რა ხდება მე კიდე საახალწლო კომუნიკაცია გვინდა. მეთქი ეგ მაინც ვიცით რომ დისაუბრა რავი და დაჯიქი რა. ორი თვითონ ფორს მაჟორი, ახალი წელი ფორს მაჟორი ანერად. უცებ ბიუჯეტი გამოუჩნდა. ერთი რას ვიცით რომ უეჭ მარტო ეგვის, მოდი არაფერია. ხო და, ნუ მაგრამ ხდება რა. იგივე რაღაცა მერეს ბიუროკრატიის არის, რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი და კარგი იქნებოდა რომ არ იყოს თავისთავად. ისევე როგორც რაღაცა ბევრი რამე, მაგრამ მეგონა რაღაც ვიზრდებით რა რეალურად, ანუ 20 წლის წინ შეიძლება საერთოდ იგივე ის რა ქვია ბიზნესების წარმომადგენლები ამბობდნენ რომ იყიდება კაცო მაინც რა თქმა რეკლამა. ანუ რაღაცებს გავდივართ რა. მით უმეტეს გავდივართ რაღაცა ისეთ ხო ვიმდივართ რაღაცა დაძაბულ ხშირად მინიმუმ ხშირად სიტუაციებში და ჭირს რომ მალე ვისაუბროთ, მალე გავიზარდოთ, მალე განვითარდეთ. თავარი არის ეგ რომ რაღაცნაირად მაგის გათვალისწინებაც მოახდინოთ, თუმცა თავარი როგორც ნორმას არ შევხედოთ. მინიმუმ როცა მოვა ადამიანი მეუბნება 24 დეკემბერს მინიმუმ რა ვიხუმრო მაინც მაგაზე რომ რა გეჩქარებოდა. ზურიყავი 27-ში. ეგ დავაფიქსირო მე ის რომ დაგვიანებული. ეგ უთხრა. მაინც და მეც კი რომ ეჩხუბოდა გავლანს. უბრალოდ უკავშირის გაზიარება ჩანსამად რას არ მოსულა. რაღაცნაირად ეგ მაგრამ გაგზდის. ვისურვებდი კომპანიებს, იმას ძლიერად იყვნენ ბევრი კომუნიკაცია აკეთონ და კონკურენციას. ყველას და ყველაფერში პირველ რიგში ვისურვებდი კონკურენციას. კონკურენცია არის თავარი იმისთვის, რომ აი ეგ ხდებოდეს. ეგენი მოგვარდეს. ბევრი ძლიერი. ბიზნესიც, კოპირაითერიც, სააგენტოც ბევრი და ძლიერი, ანუ რა თქმა უნდა, ეგ არის ყველაზე მაგარი. როგორ ფიქრობ, კოპირაითერი ყველას ჭირდება, ყველა კომპანიას, ყველა ბრენდს? გასაგები რომ კარგ ვარიანტში კარგია რომ შიდა სიძახი თუ ზოგადად იძახი. არა, ზოგადად. ზოგადად აი ხო გეუბნები, კომუნიკაცია როგორც ყველას ჭირდება, ისე ყველას ჭირდება. მაგრამ აი ხო არიან პატარა სტარტაპები პირობითად ან რაღაც დამწყები პატარა ბიზნესები, რომლებიც თვლიან რომ აი რა თმინდა ახლა სააგენტოს მიმართო, ჩემით ძალიან კარგად დავწერ. კომუნიკაცია და განსხვავებული იდეა ჭირდება ყველას. მაგის გარეშე უბრალოდ ვერ გამოირჩევა და ვერ იტყვის თავის სათქმელს და შესაბამისად სათქმელი ჭირდება. მაგის გარეშე უბრალოდ არ გამო. ჩაიკარგება. რა ხდის შენი აზრით სიტყვას გაყიდვაც? იდეა, ანუ იდეის გარშემო ყველაფერი იკვრება. იდეა, სიტყვა აბა ისე არაფერი, იდეას უნდა დარებდეს. კი. და იცი რას მინდა კიდე შევეხო, შენ თუ არსები Spotlight-ზე ქონდა სპიჩში გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ ახლა ყველა ბრენდი ცდილობს, რომ რაღაცა შენი მეგობარი გახდეს, რაღაც ყველა შენობიце გადმოვიდა, რაღაცა დილას გილოცავს, თუ რაღაცა დილის და გათენებას და ასე შემდეგ. კარგ დღეს გისურვებს. აი როგორ უყურებ ამ ამბავს და რამდენად სწორი არის რომ ყველა მუშაობა გადაწყვიტა. აი ისე ბრუნდებით რა, ვინ ხარ, უნდა იცოდე ჯერ შენ. როგორც ადამიანმა, ისე ბრენდმა და როგორც ჩემგან რაღაც მაგალითად ყველა ჩემმა მეგობარმა და ვინც მისნობს იცის რომ აი მანქანები არ მიყვარს. განსაკუთრებით არ მიყვარს აი ძვირიანი მაგარი მანქანები არ მიყვარს. ჯიპები არ მიყვარს. ხვალ რომ დამინახო, იმიტომ კი არ ამის ვერჩი არ მიყვარს რა, უბრალოდ მეტთან არ მიყვარს. ხვალ რომ დამინახო რომ მოდივარ
ხო მინიმუმ ხო იფიქრებ რომ ამას შეცვლია მინიმუმ მაგას იფიქრებ რომ შეიძლება ის არ იფიქრო რომ გვატყუებდა აქამდე მაგრამ მინიმუმ იმას იფიქრებ რომ აი როგორ შეიცვალა და მე არ უყვარდა გულში არ უყვარდა დღეში ანუ მე ხო რაღაცნაირი ვარ შენ მოსაზრებაში ვინც მიცნობს რა დოზითაც შემხევლობაში არის იმისთვის რაღაცნაირი ვარ რა რაღაცასთან ასოცირდები ან რაღაცნაირად მიყურებს ეგ უნდა იცოდეს შენ და ეგ რო არ იცი მაგიტო არის მე რომ რაღაცა ყველა ფამილიარული ან რაღაცა უშუალო არის ან რაღაცა ესე გემესიჯება რაღაცა გირეკა ის გააქვთ ორი არა მაქვს რატომ უნდა მქონდეს რისთვის უნდა მქონდეს ორი წუთი ეგონა ვიცოდი შენ რა ვინახარ მე ჯერ ეგ რო არ ვიცი ანუ არ ვიცი ესე იგი მე ბევრი რაღაცა შენზე შესაბამისად მე გერევა თვითონ მაგიტოა თუ რა ცუდი ხალხი არ რამე ბოროტება კი არ უნდა თუ გააკეთო უბრალოდ თვითონ არა აქვს ჩამოყალიბებული რა ინაზე უნდა მეტყველებდეს ვის უნდა ელაპარაკებოდეს თორე შეიძლება მართლა მიაგნოს მაგას რომ მე აი ეგეთი ყველას უნდა სრუნავდე უნდა ყველას მაგრამ ვინ ხარ რა ჯაჭვი აქვს რასაც აკეთებ და როგორც მეტყველებ იმასთან ვინც ხარ მორჩა მაგას თუ იპოვი მე უკვე რაღაცა ესე იუზერივით პოსტები აღარ გექნება ან პირიქით შეიძლება მარტო ეგეთი გქონდეს გესმით მე იმის თუ გამიდა რომ ეგ არც ცუდია და არც კარგი უბრალოდ ან შენი უნდა იყოს ან შენი არ იყოს შენი როცა არ არის ბრენდისგან სხვანაირად ცუდად ჩანს იმ ცუდად რა ანუ აი აღასნაირი არის რა ერორია რა უნდა საათობ ანუ აი სხვა სიტყვებით ხა ჯენზისთვის თუ მაქვს რაღაც განკუთვნილი პროექტი და პროდუქტი უფრო სწორად თან რაღაც სერვისი და ველოპარაკებით გვენობით და რაღაცა მაღალფარდოვანი სიტყვებით ამოვარდნილია ხო ან რაღაც მეცნიერების აკადემიას ხლეირო დაუწერო კომუნიკაციაში ოღონდ ეგეც არ არის რომ ისევ მაგითო ის ვინ არის არა შენ ვინ ხარ შენ თუ ციგნებს ყიდი მაგალითად მაშინ ციგნი ისეთი რამე არის რომ რაღაცა მეტი კულტურა აქვს და ხო იცი რომ გვინახავს უფროსი ასაკის ადამიანები უნსებს რომ თქვენობით ველაპარაკებია ანუ მაგითო სტერეოტიპებს არ გულენს ხო ვის რომ ჯენზის მაინც და მაინც შენობით უნდა ელაპარაკო რატო იცნობ რადგან პატარა თუ რა ჯერდი რაღაც პატარა არის ჯენზი და მეორე რატო ელაპარაკები შენობით მაგრამ თუ ისეთი ვინმე ხარ ვინც გიცნობს ის და რაღაც კიდე რამე ურთიერთობა გქონიათ მანამდე კი ბატონო ესე უნდა უყურებდეს ბრენდის კი თორე რატო ველაპარაკო შენობით თუ თვითონ არ მითხრა რომ მოდი რა შენობით თუ ველაპარაკო მაგრამ იმიტომ რომ ისე მე ვინ ვარ მე როგორი ვარ მე არც ჯენზის არ ველაპარაკები შენობით ვისაც არ ვიცნობ რომ ზოგადად ადამიანებთან ვიწყებ თქვენობით ლაპარაკს თავიდან კარგი. მეტად მინდა ხა რომ შენს ბექგრაუნდზე და გამოცდილებაზე გადავიდეთ და რომელი იყო ის პროდუქტი, ან სერვისი, ან ბრენდი მოკლედ, რომელზეც გიმუშავია და განსაკუთრებით საამაყოა შენთვის და დასამახსოვრებელი. გამიჭირდება რა. არ მიყვარს ხოლმე ეგრე რაღაცნაირად რატო იცი, იმიტომ რომ ჯერ ერთი რაღაცნაირად მაგაზე არა, ეს საამაყო და ისეთი რამეა. მე სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს. მე უყურებ, რომ მე მუშაობ და უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს. რაღაცა ხალისხით. მე მაგიტო არ მგონია რაღაც აი ცოტა იმას რა ქვია რაღაც ავტობუსში რო ხმიერ ადამიანს ადგილს დაუთმობს ვიღაცა და ვიდეო რო დევს ამისი ესე იგი ზუათავართ რა ზუათ არის საქმე ეს რო აღსანიშნავი არის პრობლემა ესე მაგიტო აი ეგ მაქვს მოდ გუწფელად ეგრე უყურებ ანუ აღნიშნო რა რო რას მევალებო და კარგად გავაკეთე აი ცოტა რო შევხედოთ ეგრე გამოდის ხო მაგრამ ნახე აი იყო პირობითად რაღაცა გამოწვევები და მაინც გამომკლავდი ან რაღაც რთული პროდუქტი იყო ვერ არგებდი და უცებ ძალიან მაგარი იდეა მოგაფიქრდა ან რაღაცა მაშინ პირველი და რას ეხებოდა პირველი ეხებოდა იყო პლანშეტის კომუნიკაცია იყო საახალწლოდ და
ბავშვის ისტორია იყო, რომელსაც სერიოზული საჩუქარი ჭირდება, იმიტომ რომ თulis რომ გაიზარდა და ყელში ამოვიდა დათუნები და ისინი ჯარისკაცები. ეგ იყო და ეგ აი განსაკუთრებულად ეგეთი ნიშნით მახსოვდება. ანუ ეგეთი ნიშნით ვანიჭებ ადგილებს შემაში. დანარჩენი არის სასაქმე. შეუძლებელი სამსახური. მაშინ მეორე კუთხე სხვანაირად მივუდგეთ ამას. მაშინ ისეთი თუ იყო რომელიმე რომელზეც ცოტათი როგორ გითხრა, უკმაყოფილების განცდა დაგრჩა და აი არ მოგწონს ან რაღაცა აი არ გინდა რომ გაიხსენო. რამდენიც გაგიხარ. არა, ეგრე ბევრი რა თქმა უნდა. არა, იმიტომ რომ რაც სააგენტოს ეგ პლუსი აქვს ხარშორის იმდენ თვალსა და ხელში გადის, რომ იქიდან ეგეთი ხშირად ვერ გაგეპარება ეხა. და ფრილანს კიდე, ჩემ შემთხვევაში აუცილებლად ისეთ დროს დავიწყე და გადავედი, სადაც უკვე რაღაცა გამოცდილება დაგროვილი იყო, რომ მარტო დარჩენის არ შემშინებოდა. მანამდე ძალიან ბევრ კარგ ადამიანთან ერთად მუშაობ. არის ეგ განცდა საკმაოდ ხშირი. განცდა ის იცი დაუკმაყოფილებლობის, აი უკეთესად შეიძლებოდა რა. უფრო კარგად გავაკეთებდი ამას დღეს. მაგრამ მაგაზე დარდი სისულელია. ამიტომ რომ ჯერ ჩაიარა, იმ წამს ეგრე თვლიდი და ღმერთმა დაიფაროს, რომ 10 წლის წინ გაკეთებული დღეს იმიტომ რომ რაღაცა ესე იგი გაყინული ხარ სადღაც. სანამ copywriting-ში მოხვიდოდი, კი დაახლოებით იგივე საკეთებდი, როგორც თქვი, მაგრამ აი კონკრეტულად რა იყო შენი საქმიანობა და როგორ მოხვედი თვითონ copywriting-ში და როგორ აგიყვანეს Holmes & Watson-ში? არაფერი მოვედი გასაუბრებაზე, მიეჩვენა საერთო ახლობლმა მითხრა რომ მისულიყავი და საშენო მითხრა და მივედი და მართლა საჩემო აღმოჩნდა. მე შეულებრივად დავიწყე სამი თვე. შემხედეს და მე გაგზავნა. რაც ფოტოები არ ქონდა ხოლმე თავიდან? არის ხო სხვა შეიძლება ბევრი არის იმაზე ვინ არის კითხრიდან რა და ნუ ხა შენზეც რა თქმა უნდა რამდენად შფოთავი ხარ. მაგრამ არა ხო აზარტი არის რა თავიდანვე გაჩნდა რაღაცნაირი აზარტი. და შესაბამისად მაგიტო აზარტი შფოთვას ხო იმას შვება რა ჯობნის. ხო. მანამდე არაფერი თეატრალურში ჩემმა ჯგუფმა გავაკეთეთ რაღაცა იმ ჯერ ივენთებს ვაკეთებდით კომპანია ქონდა სტუდენტობის დროს მე კვერომორჩი მე საქმემოქმედო მოძრაობა ქონდა მე ჩემ მეგობრებს და იქ ნუ რეალურად იგივეს ვაკეთებდი ხოლმე სახელი სლოგანი კომუნიკაცია როგორ გეთქვა რა ყოფილიყო ლოგო როგორ ის როგორ თურმე მე გავიგერო თურმე გასაგებია რომ შენ ბევრნაირ ბრენდთან თანამშრომლობ. მაგრამ მაინტერესებს შენი არქეტიპი თვითონ რომელი არის თუ მარკეტინგულ არქეტიპებს შევხედავთ და უფრო მეტად როგორი ტიპის ბრენდებთან გიყვარს თანამშრომლობა? საინტერესო კითხვა. მე რომელი ვარ? იუნგი იგულისხმება? არა, მარკეტინგული არქეტიპი, აი მაგალითად იუნგზე დაფუძნებული არის ძირითადად. Arts Lover Explorer. ან რაღაც კომბინაცია უფრო მეტად. მე თვითონ რომელი ვარ? ნუ იზახიან რომ ზრუნველი ხარო და პასუხისგებლობის გზნობა მაქვს, რაც შემიძლია ცალსახად თქვა და ალბათ ახლო არის იმასთან აქვია ზრუნველობასთან ეგ და მიდერა ნუ თუ საკუთარ თავზე არ ვიზახი, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ეგ შენთვის მეჯიშენი არის რა, ანუ ჯადოსნური საქმეა, იმიტომ რომ რაღაცა აუცილებლად აღმოაცენო რაღაცა. ცოტა ეგ მეჯიკიც ალბათ აქვს. კი, ნამდვილად. დანარჩენი ბრენდების ხარეს ვერ გამოვარჩევ. თავარია ისე სწორად იყოს ის ვინც არის. და რომელიც გინდა იყოს ყველა საინტერესოა. იც რა მაინტერესებს გამორიცხულია დღეს იმდენად ყველას ცხოვრებაში შემოიჭრა AI რომ არ ვახსენოთ განსაკუთრებით copywriting-ის მიმართულებით, იმიტომ რომ მე მგონი ყველა ვიყენებთ რაღაც დოზით. მაინტერესებს შენს პროფესიაში AI და რამდენად
დადებითი როლი ითამაშა. გეხმარება რაღაცაში თუ პირიქით კონკურენციას ზრდის ახლა, თუ ასევე იმასაც რა შევეხოთ, რამდენად ჩაანაცვლებს AI copywriter-ებს შენი აზრით. არ ვიცი. იცი რა არის, ჩემთვის არის დამხმარე თული, რომელსაც ვიყენებ უბრალოდ არა კრეატივისთვის, არამედ რა თუნდაც research-ი. და მაგალითად მარტივად გავიგო ეს იდეა ვინმე სადმე ხوار გავკეთები. და ვაწვალო ეს და ვაპოვნინო ყველაფერი რაც გაკეთებულო იმაზე და მეხმარება ამაში. ფორმულირება მაგალითად რაღაცების რაც შაბლონურია რა. ამასთან თამაშიც კარგია. იდეური თამაშიც კარგია. კარგი ხელსაწყო არის. ჩანაცვლებით რამდენად ჩაანაცვლებს არ ვიცი. არ ამგონი. ჯერ ყოველ შემთხვევაში დაცულები ვარ მაგისგან ვინ და copywriter-ები, იმიტომ რომ ჯერ თავისით ვერ ფიქრობს. ხო, ჯერ, ხვალ შეიძლება კარზე მოგიკაკუნოს, მაგრამ ჯერ ყოველ შემთხვევაში ეგრე არის და აი ინსაიტები არის. ხო. ინსაიტები არის. ცოტა მარკეტინგის ხო. ინსაიტები რა. გაქვს თუ არა შენ რაღაცა როგორ გითხრა წითელი ხაზები ვისთანაც ან რომ ბრენდთან პირობითად ან როგორ ბრენდთან ან რა პროდუქტზე სერვისზე არის მუშაობდი მაგალითად აი მაგალითად ზოგს გემბლინგზე აქვს პირობითად ეგეთი რაღაც გემბლინგზე მუშაობია არაერთხელ არ მქონია შემთხვევა ანუ იმიტომ რომ რაღაცა ისეთ საქმიანობს რავი დასაჭერი თუ არ დაიჭირე სანამოა და რეკლამონდება მაგრამ ზავადოს ვიღაცას მიხედან არ ვიცი არ ხო არ მგონია რომ არ უყურებ ეგ იმიტომ რომ ხო ის მე ჯერა რომ ეს არის რა ქვია ადამიანებს თავისით შეუძლიათ გადაწყვიტონ რა აკეთონ ცხოვრებაში და რით დაკავდნენ და მაგის თავისუფლება უნდა ქონდეთ. შესაბამისად არ ვთვლი რომ რაღაცა მე რაღაც მავნებლობა არის. ხო. რაღაცა ეგრეთ მეც გამიგია რაღაცა თემებზე, მაგრამ ხო. არ ვიცი. არ უყურებ. რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც ახლა უნდათ copywriting-ში პირველი ნაბიჯების გაკეთება? დარწმუნდნენ რომ უნდათ. ეგ მთავარი. მე სხვა რამე ურჩიო, რაზეც ვილაპარაკეთ ის ჩამომიშლება აქამდე რა ყველა მთელი ის რა ქვია. დარწმუნდნენ რომ უნდათ. და თუ პრაქტიკულ ნაბიჯებს მივადგებით, მაგალითად თავისით დაიწყონ research-ი, ან თუნდაც მაგით დაიწყონ თუ რომელიმე რაღაც კურსი მიმართონ. არსებობს კურსები, არსებობს საიტები, არსებობს მართლა AI და ხო. ვილაპარაკო. რა არის რეკლამა ვკითხონ და მაგით დაიწყონ და ეს უპასო აი ზუსტად მაგაში არის გენიალური გამოგონება ხო რა ყველაფერს აი ესე შეგვიძლია რომ კურსი გაგატაროს მართლა თუ ყაბულს არიან რომ ადამიანთან არ კონდეთ საქმე თუ ადამიანთან არის ბევრი მიმართულებით არის დღეს ჩვენ რომ მე რო ვიწყებდი აქ მუშაობას მაშინ არსებობდა ეს კურსები დღეს ეგ ფუფუნება არის არსებობს რაღაცა 1000 საიტი, სადაც დეტალურად არის შესწავლილი ესა თუ ის კამპანია კომუნიკაცია. დაათვალიერონ ეს საიტი. ანუ ჩაერთონ ამ ყოველ. აი ეგეც არის ჩემი კითხვა, რომ მაგალითად რა ვებგვერდებს ადევნონ თვალი, ან რომელ ბრენდებს ადევნონ თვალი, აი ტრენდები საიდან მოდის, აი თვალი როგორ შეაჩვიონ ასე ვთქვათ. გამოიწერონ უნდა მაგალითად იგივე რაღაცა რო არ დავასახელო და იმაში არ ჩამეთვალოს რაღაცა რეკლამაში. და არ არის ის რა ქვია. არაფერი მართლა ტოპ რაღაცა საიტები, რომლებზეც ვნახავთ სარეკლამო კომუნიკაციებს. AI-ის კითხონ. ის უპასუხობს აუცილებლად სწორი რეიტინგით როგორც არის. მიყვეს. მაგალითად ის რომ რაღაც არ ვიცი, გამოიწეროს ქართული სააგენტოები. და ნახოს რას აკეთებენ ეს აგენტოები ყოველდღიურად, რა კომუნიკაციები იდება. რა ხდება? გამოიწეროს ის პეიჯები, რომელზეც ამის განხილვა მიდის. ჩაერთოს უნდა, ჩართვა რეალურად შენ უნდა ჩაიძირო ამაში რა. ანუ არ შეიძლება რომ რაღაცა თუ გინდა არ გაინტერესებდეს. იმიტომ რომ უბრალოდ ურთიერთ გამორიცხავი რაღაცა მგონია. რაღაცა გინდოდეს ისეთი, რაც არ გაინტერესებს. თუ
მართლა გინდა, ესე იგი გაინტერესებს კიდევაც და მოიძიონ და გაიგო. და მე უკვე რაღაცა ამ ინფორმაციების და პატარ-პატარა რაღაცა გამოცდილებების დაგროვების შემდეგ თუნდაც მიადგე რაღაცა სააგენტოს პირდაპირ და კითხო ხარ აქვს სტაჟირება. მაგალითად რომ რაღაცა ჩაერთო ამაში. ან ასე შემდეგ. მე უკვე პრაქტიკის ნაწილი მოდის რა. რადგან კურსები ვახსენეთ, გამორიცხულია რომ არ შევეხოთ შენ ლექტორობის მიმართულებას. მაინტერესებს რამ გადაგაწყვეტინა ეს, რა არის შენ მთავარი დრაივერი, რა მოგწონს ამ პროცესში და როგორ არ გბეზრდება? არ ბეზრდება. რამდენი წელი გავიდა უკვე 7 რაც კითხულობ ლექციებს და არ ბეზდება ხო. იმიტომ არ ბეზდება რომ რეალურად აქეთაც ძალიან ბევრს ვიღებ რა მართლა. ეს არ არის რაღაცა ლირიკა და პოეზია, გულწრფელად ეგრე არის, იმიტომ რომ ერთი ანუ 7 წლის წინ რომ დავიწყე მაგალითად 7 წლის წინ ვინც იყო 11-ის 10-ის დღეს უკვე კურსზე ზის და შენთან არის. შესაბამისად ამ თაობებსაც უყურებ. ეგეც ძალიან ბევრს გაძლევს, რომ როგორ ვითარდება, რა ინტერესები არის, რომ არ ჩამორჩე ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ესენი არიან დღეს. ესენი ამათთვის არის რაღაცები, ხო, კომუნიკაცია. ეს შენი სამიზნე აუდიტორია რეალურად. დღესაც და ხვალაც და ზეგაც ეგრე იქნება. ამათი ცხოვრება დაიწყო ახლა და ესენი ახლა პროფესიებში შედიან იმაში და ჯერ საინტერესო ადამიანებია. და სწავლობ რა, რომ სულ ტონუსში ხარ. აი ეგეც ძალიან კარგი აქვს ლექციებს, რომ სულ ტონუსში ხარ. ანუ მე მართლა წუნდები რაღაცებიც თუ არ იცი გულწრფელად უნდა. წავსულვარ ლექციიდან და რაღაცა კითხვის გამო რაღაცა დამისერჩავს მართლა. იქ უპასუხებ თუ არა, მაგაზე არ არის რაღაცა მithkoms, არ ვიცის მithkoms, არ მაქვს მაგის პრობლემა. კი გამოვხედართ ესე გაშტერებული სტუდენტი. როგორ შეიძლება და საქმეს ეხებოდა და პირველი ხარ რომ ვინც თქვაო რომ არ ვიციო თავის საქმეს, რა მე არ ვიცი მეთქი ხარ სხვა რაღაცას ხوار გიპასუხებ. სწავლა მეთქი გავიგე მოვალ გეტყვი რა. ეგ ხო ის არის რა, სწავლა რა შენთვის. ანუ ადამიანი ვარ თუ ხა ვიღაცები შეიძლება არიან ეგრე, მაგრამ ჩაწორილი ტიპები რომ ჩვენ რაღაცაებში მივახციეთ და აი არიქა და ის რა ქვია დაყვანი გვეცით. სწავლა სულ რას ვიფიქრებ AI-ის 10 წლის 5 წლის რომ აი ესე იქნებოდა დღეს. ანუ მე შენ გიწევს ამის რაღაცების ათვისება, დაწევა, სულ ეგ არის, განვითარება არის, განვითარებთ გააჩერე ხა მე გინდა. კოპირაიტერი ისახიდა კიდე. შენ თვითონ გადიხარ კურსებს სხვადასხვას თუ უფრო პრაქტიკულს? არ გამიგია, სამწუხაროდ რაღაცებს გავივლიდი დიდი სიამოვნებით, მაგალითად ფოტოგრაფიის კურსი მინდა ამწუნდას რომ გავიარო, მაგრამ ვერ მოვიგდე ეგ დრო მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერი ვარ. მაინც ვერ არა. და თან ხარ არ მინდა. ეგრე ძალიანაც არ გინდა. ეგრე ძალიანაც არ მინდა. ხო. და იცი რა მინდა კიდევ კითხო, ერთი ცოტა გველაზოა კითხვა მაქვს. და აი გულწრფელად მაინტერესებს შენი აზრი. ალბათ ამიტომ დაგისვე კითხვა, რომ შენ თვითონ თუ არ გადიხარ პირობითად ქართულ ბაზარზე არსებულ კურსებს, ალბათ ესე გაგეჭირდება თქმა, მაგრამ შენი აზრით, აი მაინც მაგ წრეში იხარშები. ის მოკლე კურსები, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს, რეალურად არის თუ არა ეფექტური იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ კურსებს გადიან და რას აძლევს კონკრეტულად? აი კურსო დავამთავრებ, ეგრევე ამიყვანენ სამსახურში. გაიგარი, არავინ არსად არ აგვიყვანს, არაფერი არ მოხდება ეგრევე. მე გააჩნია რას პირდები მოკლე კურსი. თუ მე ავდგები და ადამიანს დავპირდები მაგას 20 საათში ის გახდება კოპირაიტერი ისეთი რომელიც მივადა წიხლით იმას რა ქვია კარზე აბა დაიშალეთ მოვედი და გაუშვით ყველა მე ამიყვანეთ თომივას აგენტოში ვატყუებ ესე იგი თუ მაგას დავპირდები უბრალოდ ვატყუებ მეტი არაფერი თუ იმას პირდები რომ მას ეცოდინება რა როგორ კეთდება რაღაცა პრინციპები რა ევალება კოპირაიტერის რა როგორ უნდა გაკეთდეს რა სირთულეები დგას მის წინაშე და ზოგადად თამაშის წესებს გავაცნობ, მაშინ არ ვატყუებ თამაშის წესებს 20 საათში გავაცნობ.
20 საათში შემილია რომ ჩემ თავზე ვლაპარაკობ არ მინდა რომ სხვაზე ვლაპარაკო წავიდეს მივიდეს ნებისმიერ სააგენტოში და უთხრას რომ მე ვიცი რა მევალება მაგრამ მე ვერავითვერ დავპირდები იმას რომ 20 საათში ისე იზამს იმას იქ რასაც დაავალებენ ნუ გადაირევიან ამას ეგ უკვე თავისი არის შენ ჭადრაკს გავს რა თამაშის წესებს პრინციპებს ისწავლი მალე მაგრამ როგორ უნდა დაპირდე ადამიანს რომ ჩემპიონი გახდება იმაში რა ქვია სოფლიოს კი უბრალოდ ამ ბოლოს ძალიან მომრავლდა კურსები და ის არ ვიცი კომპანიები რომლებიც კურსებს თავაზობენ მომხმარებლებს და ძალიან ხშირად ზუსტად ხო იდეაში კომუნიკაციას მაგას ეფუძნება რომ ის თავისი მტკივნეული წერტილები ან ბენეფიტები მაქსიმალურად აჩვენო რომ მოუნდა შენთან მოსვლა და მიყიდო პროდუქტი და ცოტა ისე არის ხოლმე წარმოჩენილი რომ უცებ შეიძლება გაისეთმა დაუკვირვებელმა თვალმა მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება რომ აი დღეს მე თუ გავილი ამ კურს პირობითად აიხვალ რაღაც წარმატებული და მაღალ შემოსავლიანი ადამიანი ვიქნები არ ვიცი მაგას როცა როგორ უყურებ იცი თვითონ ადამიანი ხე რო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ხო შე რო გითხრან რომ არის ერთვიანი კურსი და ის რა ქვია გინდა ქიმიაში არის ნობელი არ არის თუ არის არ ვიცი მოგამიშნო იყოს ჩვენ დავაწეს გინდა ნობელი მასე ფიზიკაში კი მოდი ერთვიანი კურსი გაიარე და გექნება ხო იტყვი რომ მაგრამ აი ნახე ინფოციგნობას რო ეძახით ახლა ძალიან მომრავლებულია და ძალიან ბევრი ჩვენ კი ვხუმრობთ ახლა ამ საკითხზე მაგრამ ბევრი ადამიანი ტყუდება რეალურად და ადამიანებს უნდათ კიდევაც ჩემი აზრით რომ მოტყუდნენ რაღაც მომენტებში იმიტომ რომ მე აიცი რა არის გაერთოს თავარია გაიაროს ნახოს რა ის იმასა ის პროდუქტი აქვს ანუ იმისკენ ცოტა რა უნდა უთხრათ იმას აი ესე არის რა მეშვება რა იტყვება ოკეი რა მაგრამ ხო გააჩნია რას იტყვება შენ ხო რაღაცნაირად მოლოდინები კონდეს შეიქმნას შენ რო ჩაიკითხო აი ესე ხო არა რა ბახტა კი მინდა მოდივარ ჩაიკითხო ანუ აიქ რო გიწერიათ როგორ უზრუნო მე მაგალითად სილაბუსში ჩავამატე რო არ კითხვა რომ რა შეძლებენ სტუდენტები კურსის გავლის შემდეგ და ერთ სიტყვით იწყება მიხვდები ეგრევე ხელა პრობლემას აგვარებს იმედია შეძლებენ და მე მას გინდა დაწერე ამით ის კი არ იმას ვქენი რომ პასუხისმგებლობა არის უბრალოდ არასწორი არის ჩემი მხრიდან დავპირდე მაგრამ იმედია რომ შეძლებენ იმიტომ რომ შეიძლება მათზე 20 საათში რა უნდა ქნა ხო ერთი რამე მითხარი რასაც 20 საათში ადამიანს ვასწავლეთ კვერცხი შეცვის გარდა ისიც არის ავი ყურადღება უნდა რომ დადებს თორე შეიძლება დაეცვას აი დასასრულისკენ ამდენიმე პატარა კითხვას დაგისვამ და ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს რომელია ამ ეტაპზე შენთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული კომპანიები რომელთან ახლასაც ურჩევდი სხვებს ურჩევდი რომელიც ისეთი არის ეცი როგორც ვეძებ აი ბევრ არხიანი და გაშლილი კომპანია რო იყოს რა Nike-ის კომპანიები ნახონ Coca-Cola-ს კომპანიები ნახონ Apple-ის კომპანიები ნახონ რო არ ჩავიდე ხა იმაში რა ქვია სიღრმეებში ამ დაიწყო თუ მეტი არაფრის ნახვა არ მოუნდებათ ამათ მერე ესე იგი არ არის მაგათ საქმე კოპირაიტერობა და იდეების გენერირება მოუნდეს ამათი კონკურენტები რასაკეთებდნენ ამ დროს ვიღაცები რასაკეთებდნენ მე მაგალითად მიყვარს ძალიან ავტომობილების ბრენდების კომპანიები რომ ძალიან კაი კომუნიკაციები აქვს ძალიან საინტერესო სოციალური კომპანიები ნახო აი Nike-ის ხალხი ძალიან ძლიერია მაგხრი რომ რაღაცა პასუხისმგებლობას იღებს რაღაცებს ნახო ყველაფერი ნახო ყველაზე მე მგონი ტოპ ხსენებადი კომპანიები ჩამოთვალე ახლა ბრენდები არა ნუ ეგ არის ყველა მე მგონი ყველა Nike-ზე ანუ ეს ასოციაციუმი რომ ვითამაშოთ ბრენდზე პირველი Nike-ს ვიტყვი ეგრევე არ არის ტოპ მე ხალხი ისე რომ Adidas-ის თიმი ვარ ეს ეგრევე ანუ მე მისი რა ქვია ყიდვით კი ბატონო კი მაგრამ ეს ეგრევე იმასო
ეგ არის მანთელი. გადაცნობა. სუსტად. და თუ არის რომელიმე ესეთი წიგნი ან ფრაზა, რომელმაც შენი რაღაც ცნობიერება შეცვალა. მგონია ალბათ ერთობლიობა არის რაღაცების, რაც რაღაცების ან ცვლის ან კუცვლის ან გვანვითარებს ერთობლიობა ამ ყველაფრის. ვიღაცის ნათქვამი, რაღაცა წიგნი, რაღაცა მუსიკა, ადამიანი, მეზობელი, ძაღლი შენი ეგ არის შენი ოჯახი მაგაზე ხო მე აღარ ვიზახი ფუნდამენტებს რაღაც დგავართ აი ეგენი გაელვებები ძღოლი სადღაც გამვლელი სადღაც ყველაფერში არის და არც არის გააჩნია შენი ეძებ თუ არ ეძებ მაგებს ხვდება თუ გაფაციცებული ხო შევთავაზოთ კარგი დიდარი ენა გაფაციცებული თუ ხარ წიგნშიც დაინახავ და ადამიანშიც. რომელი არის შენი აზრით ის უნარი, რომელიც აი აუცილებელია რა მომავალი 5-10 წელს განმავლობაში რომ ადამიანს კონდეს. რთული კითხვა არის ხო ეგ ყოველთვის და სიყვარული იქნება. სიყვარული ატრიალებს ტიპის დომენიკო. მომავალშიც და იმის გიდას კიდე და მანამდეც ეგრე იყო. სიყვარული ყველა მხრივ ადამიანებიდან თავისთავად დაწყებული საკუთარი თავის პროფესიის გამვლელის თუ შემწვარი კარტოფილის. სამყარო უნდა გიყვარდეს რა. რაღაცა იქნება. გამვლელი გზა თუ საბოლოო შედეგი? გამვლელი გზა თუ საბოლოო შედეგი. აქ ეს ფილოსოფია რა მომენტში შემომიფარე. ყველას ვსვამ კითხვას, იმიტომ რომ რაღაც ჩემი. გამვლელი გზა თუ საბოლოო შედეგი. ორივე ყველა ვარიანტში. ორივე. და ბოლო კითხვა აი ვის ისურვებდი რომ პირობითად ჩემი შემდეგი სტუმარი ყოფილიყო ან ვის გაუწევდი რეკომენდაციას ასე რომ ვთქვა შოთა რუსთავი საფლავით არ ვიცით სადაკ რაღა კარგაზე მაგარი კოპირაიტერი არ ყოლია და არ მიუყოლება თუ სერიოზულად მართლა აი მაგალითად შენ ვის მოусმენდი დიდი სიამოვნებით ზოგადად თუნდაც ჩემს პოდკასტთან უკაკეთებ attachments აი მანდაც ძალიან ბევრი ძლიერი ადამიანი გვყავს ეხან კოპირაიტერებზე ჩამოთვლისგან როგორც თავი შევიკავე მანდაც შევიკავებ თავს მაგრამ რადგან მე კომუნიკაციაზე კოპირაიტერის პერსპექტივიდან ვილაპარაკე შემდეგზე არტ დირექტორის მინდა რა ქვია პრიზმიდან შევხედავდი კომუნიკაციას და რომელიმე ჩვენვე გადასარევ არ დირექტორს დაუთმობდი. გიორგი პოპიაშვილი. ვენაცვალე კი ზუსტად თქვენს ბეთოს უყურე ამას წინათ კამპანიების და მაგ ეგამომიტივდი. სპორტული კამპანია. აი პოპიკა. ან ეკარაფიანი ხო? ერთ-ერთი ეგეც დირექტორია. არის არის. ყველაფერი არის. ასევე ეკარაფიანი. კი ბატონო. ძალიან დიდი ეუბნები არ მორჩები. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები შენ ამ გადასარევ საქმეში. მე ძალიან მისიამოვნე შენთან დიალოგით და იმედია შენც. და კარგი აურა, კარგი განწყობა და მადლობა აქაურობას და იმედია ეს რა ქვია. არ მოუღლით სნენელს ამ პირველ აპარაკით. მადლობა დიდი. დროებით და წარმატებებით.